საღამო მშვიდობით კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო ძვირფასო პარტნიორებო და სტუმრებო. მინდა წარგიდგინოთ დღევანდელი პრეზენტატორი ქალბატონი ილია თევდორაძე. გისურვებთ სასიამოვნო საღამოს დღევანდელ დღეს გაგეტარებინოთ ისე როგორც მაგალითად მე ვისიამოვნებ, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ, ქალბატონო ლია ყოველთვის სიამოვნებით გისმენთ. ასევე გისურვებთ ჩემო ძვირფასო სტუმრებო, რომ ნამდვილად სასიამოვნოდ გაგეტერებინოთ დღევანდელი დღე, ამაში ეჭვიც არ მეპარება, რომ ნამდვილად ისიამოვნებთ ჩვენთან ერთად და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჩვენთან ერთად შემდგომ, რა თქმა უნდა. და ახლა მოусმინოთ ქალბატონ ლიას. ქალბატონო ლია, გისურვებთ წარმატებებს. მადლობა სოფო გენაცვალე, მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის. მოგესალმებით მეგობრებო, ძვირფასო სტუმრებო, ჩემო საყვარელო პარტნიორებო, ყველას მოგესალმებით. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ ჩემთან ერთად. კვირის დასაწყისი დღეა ორშაბათი და მინდა რომ წარმატებული კვირა გქონოდეთ საუკეთესო სურვილები. სტუმრებს გაგეცნობით, მე ვარ ლია თევდორაძე, ქუთაისიდან, კომპანია ლივგუდის ოფიციალური პარტნიორი. ძვირფასო სტუმრებო, ეხლა ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი არის ის, რომ დაგანახოთ ჩვენი წესიერი პატიოსანი შრომით, როგორ შეიძლება ჩვენი და ჩვენი ოჯახების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ კომპანია ლივგუდის დახმარებით. ეს არის მეგობრებო ამერიკული კომპანია ლივგუდი, რომელიც მსოფლიო მოიცვა და არაერთი ადამიანი ყავს გაბედნიერებული თუ ფინანსურად, თუ ჯანმრთელობის კუთხით და ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა იმედი მეგობრებო ამ კომპანიის დახმარებით. ეხლა ძალიან მინდა მოკლედ გავიარო მაინც კომპანიის შესახებ, ძირითადად მინდა საქმეზე გესაუბროთ, რადგანაც უამრავი შეტყობინება შემოგვდის, რა არის ჩვენი მოვალეობა, რა უნდა ვაკეთოთ ამ კომპანიაში იმისათვის, რომ ფინანსურ სარგებელს მივაღწიოთ. ამას ყველაფერს აგიხსნით, მაგრამ ცოტათი მაინც გავიაროთ რაღაცა დიდხანს არ შეგაწყენთ, პატარა მონაკვეთი გავიაროთ, რომ წარმოდგენა გქონდეთ ძვირფასო სტუმრებო, ვინც არიცით, როგორ კომპანიაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ. კომპანია არის ამერიკული მეგობრებო, სულ რაღაც 2 წელი შეუსრულდა ჩვენს კომპანიას, სულ ახალი კომპანია, ასე ვთქვათ და დაიკავა მსოფლიო მასშტაბით დაიკავა მეგობრებო პირველი ადგილი. წარმოიდგინეთ, ტოპ კომპანიებში დაიკავა პირველი ადგილი. ყველა მიმართულებით, პროდუქტების კუთხითაც, მარკეტინგის კუთხითაც, ყველანაირი მიმართულებით ამ კომპანიამ დაიკავა პირველი ადგილი, აიღო რამოდენიმე სტატუსებიც მიანიჭა, ამ ბოლოს 3A+ სერტიფიკატიც მიანიჭა, შევიდა მეგა კომპანიებს შორის და 5%-ში შევიდა მეგობრებო. წარმოიდგინეთ, კომპანია 220 ქვეყანაში მუშაობს უკვე და იქედან აწარმოებს თავის ბიზნესს. მე მგონი ხვდებით ეხლა რა კომპანიაზე გვაქვს საუბარი, აბსოლუტურად ყველაფერი საბუთებით და წესებით დაცვით არის შემოსული და ეს არის ერთ-ერთი სანდო და საიმედო ყველაზე მაგანაზღაურებადი კომპანია მთელ მსოფლიოში მეგობრებო. ეხლა მინდა გითხრათ რა არის კომპანიის მთავარი ნაწილი, ძირითადი ძლიერი მხარე. კომპანიას აქვს მეგობრებო ძლიერი პროდუქტები. ეხლა როგორი პროდუქტებია კომპანიაში? კომპანიაში არის მეგობრებო სუფთა ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენ ორგანიზმს დღევანდელ პირობებში, დღევანდელ მდგომარეობაში. მინდა შეგახსენოთ, პროდუქტები არის განსაკუთრებული, ჩვენთან არის ორგანული პროდუქტები, მეგობრებო, ნებისმიერ პროდუქტს როცა დაიკავებთ ხელში, ყველას აწერია, რომ პროდუქტი არის ორგანული. ეს ნაკლებად არის მეგობრებო, ყველა კომპანიებს ასეთი პროდუქტები ნამდვილად არ აქვს. ეს არის გამორჩეული პროდუქტები და გამორჩეულია იმითაც, რომ ეს პროდუქტები შექმნილია თვითონ ექიმების მიერ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები არიან ეს ექიმები მეგობრებო. 15 წლიანი გამოცდილება აქვს სამედიცინო სფეროში. თვითეული პროდუქტი შექმნილი აქვს ჩვენი ბებია, ბაბუის დროინდელი რეცეპტების მიხედვით და
უამრავი სერტიფიკატი აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აი თითეული პროდუქტი, რომელ პროდუქტსაც გინდათ ხელი დაადოთ, ეს არის უსაფრთხო და უვნებელი ადამიანის ორგანიზმისთვის. აი ამ ხრივაც მეგობრებო, ჩვენმა კომპანიამ დაიკავა პირველი ადგილი, რადგანაც ჯანმრთელობის კუთხითაც სერიოზული შედეგი დადვეს და მინდა გითხრათ, რომ აი ჯანმრთელობის კუთხით არა მარტო მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში გვაქვს უკვე საოცარი შედეგები გვაქვს ისეთ დაავადებებზე, რომელიც არის ფაქტიურად უკურნებელი, ხო, შედეგია დიაბეტზე მეგობრებო, შედეგია ფსორიოზზე, რომელიც მართლა იტანჯებიან ადამიანები ამ დაავადებით. შედეგია ონკოპაციენტებში, საოცარი შედეგებია მეგობრებო. აი რატომაც თავში გითხარით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა იმედი ამ კომპანიის წყალობით, ხო? აი ძალიან დიდი სიხარულია, როცა ასეთ ადამიანს ეხმარები და მიაწვდი საჭირო დროს ინფორმაციას. აი მართლა დიდი ბედნიერება ეს. და მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ასეთი პროდუქტები ჩვენთვის არის განთავსებული კომპანიაში კლუბის წევრებისთვის. აი კლუბის წევრებისთვის ასეთი ძლიერი პროდუქტები არის 75%-იანი ფასდაკლებით, ვინმე სხვა კომპანიებში. ნახეთ, მე რამოდენიმე კომპანიაში ვმუშაობდი და თითეული დაახლოებით ასეთი პროდუქტი ღირდა იქ $60, $100, $120 და ეს კლუბის წევრებისთვის არის ბიუჯეტურ ფასად, აი მართლა ძალიან ბიუჯეტურ ფასად არის, როცა თქვენ შემოგძანდებით კომპანიაში და გაიგებთ ამის ფასებს და ახლავეც გეტყვით, ახლა მაგალითად, აი D ვიტამინი, გინდ მაგნიუმი ჩვენთან არის კლუბის წევრებისთვის $8-9 და წარმოიდგინეთ აფთიაქში რომ შეხვიდე, აი კარგი ხარისხის, ასეთი ხარისხის პროდუქტს მართლა ვერ ნახავთ. და კარგი ხარისხის პროდუქტი რომ ნახოთ, D ვიტამინსაც იქ 50 და მეტი 70 ლარამდეც კი იღებს კარგი ხარისხის D ვიტამინი. მაგრამ ჩვენთან არის განსაკუთრებული გითხარით თავშევე, რადგანაც ესენი არის ორგანული პროდუქტები მეგობრებო. ნახეთ, ეხლა ძალიან ცოტა უცებ გეტყვით დამფუძნებლების შესახებ. დამფუძნებლები არიან ძალიან ჭკვიანი, კრეატიული ადამიანები, ძალიან მართლა ჰუმანური ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება აქვთ ქსელური კომპანიების მეგობრებო და აი განსხვავებული სიტყვით უნდათ შემოსულიყო ბაზარზე და გააკეთეს ის, რაც ჩაიფიქრეს მათ, რომ აი მათ უნდათ ყველა ადამიანი კომპანიაში შემოსვლელი ყოლოდა ფინანსურად წარმატებული. აი ეს ჩანაფიქრი აქვს მეგობრებო და ლივგუთში შემოსული ნებისმიერი ადამიანი თანდათან აქ ადის ხელფასებზე. აი ისეთი ადამიანის, რომელიც უსტატუსოდ დარჩება, ხო, ასეთ ადამიანებსაც აქვს შანსი, რომ აქ ხელფასზე ავიდეს. იმისათვის ჩვენ რომ დავიკავოთ კომპანიაში აქ ადგილი, აი ერთჯერადად ვიხდით $40, ერთჯერადად ვყიდულობთ ამ ბიზნესს ჩვენ ადგილს და შემდეგ $10 არის საწევრო მეგობრებო, ვალდებულება მხოლოდ ეს არის ჩვენს კომპანიაში, რომ $10 ვიხდით იმისათვის, რომ ასეთი ძლიერი პროდუქტები ჩვენთვის იყოს ძალიან ბიუჯეტურ ფასად და ამ $10 საშუალებით ჩვენ შემდგომ ვიღებთ ხელფასებს მეგობრებო. ხელფასებს აუცილებლად გეტყვით, რამოდენიმე სახის ბონუსები და ხელფასებია ჩვენთან, მაგრამ მაინც მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას და თითეული პროდუქტი ძალიან მოკლედ გავიარო, იმისათვის, რომ თქვენ მართლა იცოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანი პროდუქტებია კომპანია ლივგუთში და რამდენად საჭიროა ეს დღეს ადამიანებისთვის. მოდი ახლა პირველი ძალიან მიყვარს ეს ვიტამინი, პირველი გეტყვი რომ ჩვენს კომპანიას აქვს D ვიტამინი კალიუმთან ერთად და გეტყვით რომ აი ძალიან ბევრ ადამიანს თითქმის 90% დღეს აღენიშნება D ვიტამინის ნაკლებობა. რაც მოქმედებს მაგალითად თმის ცვენაზე შეიძლება ითქვას, ასევე მოქმედებს როცა გულსისხლთა პრობლემები ეწყება ადამიანს, როცა D ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება შეუქმნას ეს პრობლემა, ასევე სახსრების ტკივილი როცა აქვს ადამიანს, შეიძლება იყოს D ვიტამინის ნაკლებობით, ასევე კანის პრობლემები მეგობრებო, შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობით იყოს. უამრავი რაღაც პრობლემა შეიძლება იყოს მხოლოდ D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული და ეს არ იცოდეს ადამიანმა.
ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ძალიან ჭირდება ადამიანს და განსაკუთრებით ზამთარში, როცა მზის სხივი ისედაც არ მიეწოდება ჩვენ ორგანიზმს და ძალიან აუცილებელი ვიტამინია. მასთან ერთად ძალიან კარგი არის, მეგობრებო, მაგნიუმი, ჩვენთან აქვს კომპანიას მაგნეზიუმი. შეგახსენებთ, რომ 300-მდე ბიოქიმიურ რეაქციაში იღებს მონაწილეობას მაგნი, მეგობრებო, და ხშირად უვარდება ეს ადამიანს და ხშირად აქვს ნაკლებობა. ამიტომ თუ თქვენ შენიშნავთ, რომ უძილობა დაგჩემდათ, რაღაც ცუდი ფიქრები შემოგეჩვიათ, სახსრების პრობლემები დაგეწყოთ, დაბალი იმუნიტეტი, თუ კი ეს და შეატყვეთ ამ ბოლო პერიოდში, იცოდეთ, რომ აი ამათი ნაკლებობიდან შეიძლება ეს იყოს გამოწვეული. აი ჩვენი პროდუქტები რატომ არის მნიშვნელოვანი? ჩვენი პროდუქტები შექმნილია, მეგობრებო, იმისთვის, რომ ძალიან დიდხანს ადამიანი იყოს ჯანმრთელად და გახალგაზრდულად. დღეს მედიცინა სულ ვამბობ, რომ ძალიან განვითარებულია, ძალიან მაღალი დონეზეა, უამრავი განადგარები და ტექნიკური მხარი აქვს გამოგონებული, უამრავი გამოკვლევები კეთდება მართლა სერიოზულ დონეზე, მაგრამ თუ დაკვირვები ხართ, თუ აი საავადმყოფოში როცა შედიხარ, აი ადგილი არ არის, იმდენად დაავადებული ადამიანები იმატებს, ჯანმრთელობის პრობლემები დაკითხავს ადამიანები ხო საავადმყოფოს და იმდენად მრავლად არიან, ხო, აი მოკლედ თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა, რომ აი ქიმიური წამალი თუ აჯანსაღებს ადამიანს. ვერ მოხდება, შეიძლება დროებით შეჩერდეს მდგომარეობა, მაგრამ ის მიზეზზე ვერასდროს ვერ იბრძოლებს. მიზეზზე ბრძოლობს აი ასეთი ორგანული ბიოპროდუქტები, რომელიც ავსებს ორგანიზმს, წმენდს ორგანიზმს, შეგივსებს იმ ვიტამინებით და მინერალებით, ცილებით, სასარგებლო ცხიმებით, რაც ჩვენი პროდუქტებიდან დღეს ვერ ვღებულობთ, მეგობრებო. აი როგორი კარგადაც არ უნდა ვიკვებოთ, ვერც ბოსტნეულ შეცვლით უკვე გაჯერებულია მთელი ხილი და ბოსტნეული შხამქიმიკატებით, ხო? ეს ხო ყველაფერი ჩვენ ორგანიზმზე ილექება. უბრალოდ ბოდიში და კუჭს ვივსებთ, სინამდვილეში ვიტამინები და მინერალები ვერ მიეწოდება საჭირო დოზით ორგანიზმს. ამიტომაც იწყებს მერე ჯანმრთელობის პრობლემები. და რაც უფრო ასაკში შევდივართ, აღმოვაჩენთ, რომ უფრო იმატებს ნელ-ნელა ეს ჯანმრთელობის პრობლემები. ამიტომ თუ კი ჩვენ ასეთი საკვები დანამატებით და მით უმეტეს კიდევ გითხარით, რომ ორგანული, რომელშიც 1% ქიმიაც არ არის შესული, თუ კი ასეთი პროდუქტები ჩვენ შევეშველებით ჩვენ ორგანიზმს, აღმოვაჩენთ, რომ მართლა ახალგაზრდულად ვართ, უფრო კარგი ენერგია გვაქვს, კარგი განწყობაც გვაქვს, შემართებით ვართ, კარგი ფიქრები მოვდის თავში, პოზიტიური ფიქრები. ეს ყველაფერი არის დამსახურებული სწორი არჩევანით, ცხოვრების სწორი რეჟიმით, ასე რომ ვთქვათ, რაც გამაჯანსაღებლად მოქმედებს ადამიანზე. ეს რა არის? აქტიურობა, აქტიური მოძრაობა, შრომისუნარიანობა და ასეთი ვიტამინებით და მინერალებით შევსება, ასეთი დამატებითი პროდუქტებით, რაც ჩვენ საკვებში დღეს ნაკლებად არის. შემდეგი ჩვენი პროდუქტი უცებ გეტყვით, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს პროდუქტები, უცებ ვერცეცე ვერ საუბრობ. შემდეგი ჩვენი პროდუქტი არის მაგალითად მამაკაცისთვის მისაღები, ასევე არის ასეთ კოლოფში, ოღონდ წითელი ფონით არის ქალბატონებისთვის მისაღები, ვისაც რკინა ნაკლებობა აქვს და აი ქალის პროდუქტი შექმნილია ზუსტად ქალისთვის მორგებული, რაც ქალს სჭირდება და მამაკაცის პროდუქტში არის მხოლოდ მამაკაცისთვის შექმნილი ვიტამინები, მინერალები და ჰორმონები, რაც მამაკაცის ორგანიზმს სჭირდება. ამიტომ არაფრით არ შეიძლება ქალმა კიდე შეიძლება მამაკაცის პროდუქტი მიიღოს, მაგრამ მამაკაცმა არაფრით ქალის პროდუქტი ეს არ უნდა მიიღოს. ამაში არის მეგობრებო 24 ვიტამინი და მინერალი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველდღიური რაციონისთვის, მაგალითად. სრულიად საკმარისია ერთი კაფსულა მიიღოთ დღეში კვების შემდეგ და სულ რაღაც ერთ კვირაში საოცარ შედეგს იგრძნობს. უამრავი გამოწერები მაქვს, მეგობრებო, უამრავი შეკვეთები მაქვს მე ამაზე და აი ძალიან მინდა კიდე ყურადღება მივაყოთ. ჩვენთან ისეთი პროდუქტებია, მართალია კომპანია არ გავალებს, გაყიდვებს. ნახეთ რა არის აქ კლუბურ სისტემაში მოსაწონი. კომპანია არ გავალებს, როგორც ქსელურ კომპანიებში ხდება, შენ ეს პროდუქტები გაყიდო და ამისთვის გამოყო, თან ინევრიულო დამატებით. ნახე, მაგრამ იმდენად საჭირო პროდუქტებია და იმდენად მოთხოვნადია,
მე შეკვეთებს ვერ აუდივარ და მინდა უთხრა ისეთ ადამიანებს, ვისაც ეხერხება მაგალითად გაყიდვები, ვისაც უყვარს ამ პროდუქტების შესწავლა, ვინც მაგალითად ჩაიხედავს ამ საქმეში და მიხვდება რამდენ სარგებელს მოუტანს ნებისმიერ ოჯახს. აი ასეთ ადამიანს ნამდვილად ვეტყვი, რომ თავიდან შეუძლია გაყიდვებზეც იმუშაოს, ამაში კომპანია თქვენ არ ჩამოგხედავთ და გაყიდვებიდან აი სერიოზული შემოსავლები შემოგივართ. და ერთს გეტყვით, ახლა ეს არის ბავშვების მისაღები მულტივიტამინი, მარტო ამ პროდუქტზე შეგიძლიათ იმუშაოთ მეგობრებო. ეს ყველა ბავშვს ჭირდება, 3 წლიდან მიიღება, ჯერ დამზადებულია ჟელიბონის სახით და აი ძალიან გემრიელია, ისედაც აი სუნი აქვს, ისეთი სასიამოვნო, მართლა ყველა ვიტამინების სურნელი ამოდის. და ჩემ შვილიშვილს ძალიან მოწონს, კარგი ხანია ხა არ მიუღია და მთხოვა, ბებო, კიდე მინდა ისო რა გამომიწერეო და როგორ გავჩერდებოდი, მეც ვის გავახერებ და ნახე, აი ასეთი ფორმით არის, უგემრიელესი, ერთხელ მეც გავსინჯით, აი მართლა გემრიელია, ერთ რო შეჭამს, ხო, მე ყველა უნდა ბავშვებს რო შეჭამოს, მაგრამ დავავთვლი ახლა ჩემი შვილიშვილი 7 წლისა და ბებო, ეს 1 ცალია დღიური დოზა და მეტი არ შეიძლება მეთქი და უხარია დილის გათენება, რომ ამას მიიღებს 1 საათს. და წარმოიდგინეთ, ბავშვისთვის შექმნილი მეგობრებო, მით უმეტეს ვიცით, რომ დღეს ბავშვები როგორ კვებაზე არიან. ჩიფსები, სწრაფი კვების პროდუქტებს ხებულებენ, მაკდონალდსი და ეს ჰამბურგერები და ისინი მოდაში გახდა, რაც საშინელება ორგანიზმისთვის. ეს რომ მართლა კარგად იცოდე მშობელმა ჩიფს საერთოდ არ უყიდის. აი ძალიან ბევრმა ადამიანმა მართლა იცის, არ იცის და ის მე სულ ვამბობ, სულ ვაფრთხილებ, რომ აი ჩიფსი მართლა არ უყიდოთ ბავშვებს და აი ეს მაგალითად რაც ვიტამინებით სავსეა, C ვიტამინით, ისეთი ვიტამინი თუთიათი, რაც ბავშვმა უნდა შეივსოს ორგანიზმი და მით უმეტეს თუ ატყობთ, რომ თქვენი ბავშვი უჭმელია მაგალითად და არ იკვებება იმ ჯანსაღი პროდუქტით, რაც ბავშვმა უნდა მიიღოს და რა უნდა მიიღოს ბავშვმა? უნდა მიიღოს მაგალითად ხილი, ბოსტნეული, ქათმის ხორცი, თევზი, წიწიბურა, აი ასეთი პროდუქტები უნდა მიიღოთ. აბა გადახედეთ თქვენ შვილებს და შვილიშვილებს თუ იკვებებიან ამ პროდუქტებით, თუ იკვებებიან ძალიან კარგია და თუ არ იკვებებიან, ამ შემთხვევაში დავუმატებთ. წარმოიდგინეთ ერთი ცალი ჟელიბონი და იმხელა სიკეთეს მოგიტან. მე ვესაუბრე ამას წინ ერთ-ერთ ჩემს პარტნიორს, აი ჯერ არ ქონდა გამოწერილი და ისე იჯავრა, არ ქონდა ეს პროდუქტები გამოწერილი და გაუცივდა ბავშვი, მერე გაურთულდა მეგობრებო და მოხდა საავადმყოფოში, მერე ინფექციურშიც მოხდა და ის რაც მიყვება, რომ იმხელა სტრესი გადაიტანა იქ, რომ ბავშვი ასეთნაირად ყავდა, აქეთ კიდე დანარჩენი ბავშვების სახში. ისეთი სტრესი გადაიტანა, რაც მიღირდა ლია, როგორ არ დაგიჯერეოდა. აი მე გავატანე მეგობრებო, მოდი მევთხარი ჩემთან სალონში და აი კიდე არ იყო ბავშვი გამოსული მდგომარეობიდან, ეს ანთებების პროდუქტი გავატანე, ჩვენთან არის კიდე ანთებების პროდუქტი, თევზისეც შეიცავს, კურკუმას, ნიორს მეგობრება, სუფთან ანტისეპტიკურია და ანტიოქსიდანტია, ასე რომ თქვა, ძალიან საჭირო დანამატია. და ისე კარგად მოეხმარა და გამოიყვანა. წარმოიდგინე, იმდენი ხანი საავადმყოფოში იყო და კიდე არ იყო ბავშვი მდგომარეობიდან გამოსული. და აი ძალიან მალე გამოვიდა მდგომარეობიდან ამ პროდუქტის დახმარებით. ეს მეგობრებო მიიღება ასევე სახსრების დროსაც, როცა სახსრების ტკივილი აქვს ადამიანს, როცა ასაკში შედის, ასაკთან ერთად ანთებებიც იმატებს. აი სახსრების ტკივილის დროსაც აი ძალიან კარგია, როცა მაგალითად D ვიტამინს, მაგნის, კოლაგენს ნახეთ, უცებ მითხრა, ყველა მინდა რომ ყველაფერი გითხრათ. აი კოლაგენი გვაქვს ჩვენთან მეგობრებო, ისეთი რომ არც ერთ კომპანიას ასეთი ხარისხის კოლაგენი არ აქვს. სამივე ტიპის კოლაგენ შეიცავს. პირდაპირ ძვლის სმასკას აკეთებს, მოდი უხეშად რო ვთქვა და იოლად რო გაგებიოთ. თანდათან ასაკში სინოვალური სითხე ვერ აღდგება ორგანიზმში და აი ეს ზუსტად ამას აკეთებს მეგობრებო. ასევე თუ თმის წვენა აქვს, ფრჩხილების მტვრევა აქვს ადამიანს და აი ასეთ რაღაცებს კიდე ატყობს ჯანმრთელობის პრობლემის კუთხით, აი ეს კოლაგენი არის ძალიან საჭირო ცილა, რომელიც ვერ ითვისებს, აი 30 წლის მერე ვერ ითვისებს ამას ორგანიზმი და აი ასეთი დამატებითი პროდუქტით შეგვიძლია შევისოთ.
ასევე მინდა გითხრა მეგობრებო, უცებ გეტყვით, ჩვენთან არის ყავა, ყავაც სამკურნალოა ჩვენთან მეგობრებო და ორგანული, გეუბნებთ რომ ყველას ორგანული აწერია. ამაში შედის მწვანე ჩაი, სოკოლ, ლინჩეიჩს მეგობრებო, აი სამკურნალო თვისებები აქვს. ყავის იმასაც გაწევს, რომ ენერგია მოგიყვანოთ და გამოგაფხიზლოთ და კარგ განწყობაზე მოგიყვანოთ და ამავე დროს აი სამკურნალოა, აი მთელი ორგანიზმისთვის სამკურნალოა. შემდეგი აი მე გამოვწერე ახლა და ძალიან მომწონს, ეს არის ზღვის პროდუქტი მეგობრებო, შილაჯიტი, აი ვისაც მაგალითად მუმიო, აი ასე იქნებ მივხვდეთ მაინც ზღვის პროდუქტი წელიწადში ერთხელ ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს მეგობრებო, საოცრებებს აკეთებს ორგანიზმში, განსაკუთრებით ვისაც ჩიყი აქვს. როგორი ჩიყვის არ უნდა ქონდეს და როგორი დარღვევაც არ უნდა ქონდეს, აი მისწრება მათთვის. ასევე არის აი ეხლა გამოვწერე დეტოქსი მეგობრებო, რადგან ჩვენთან არის კიდე კლინიკა ლივგუდი, უამრავი საინტერესო რამ არის ჩვენთან მეგობრებო, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. აი კლინიკა არის ჩვენს ბექ ოფისებში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ეს გადახვიდეთ იქ, ჩემი საიტია ასე აწერია და გადაგიყვანს ექიმების გვერდზე. იქ მოგეცემათ თქვენი გრაფა და შეგიძლიათ შეავსოთ. და როცა შეავსებ, იქ ყველაფერს გეკითხება ეს ექიმები, ანუ რა ასაკის ხარ, ქალი ხარ, მამაკაცი ხარ, წონა რამდენი გაქვს, იქამდე ფეხის ზომასაც გეკითხებიან, იმდენი რამეა შესავსები, აი როგორი კვებები ვარჯიშობ თუ არა, აი რამდენი საათი ვარჯიშობ დღეში, წყალს თუ ღებულობ, აი წყალი არის ანტიოქსიდანტი მეგობრებო, იცოდეთ რომ წყალზე მეტი ძლიერი ანტიოქსიდანტი არ არსებობს, ამიტომ ყოველთვის მოინდომეთ და თუ კი ძალიან ბევრი ადამიანი გვხვდება, რომელიც მეუბნება რომ წყალს არ ღებულობ, საშინელება ეს აუცილებლად უნდა მიიღოთ წყალი, რომ გასუფთავდეს ორგანიზმი და გამოდევნოს ის ცუდი, რაც ორგანიზმში ილექება. და წარმოიდგინეთ, როცა მე ეს შევავსე, ყველაფერი შევავსე, მით უმეტეს მე მართლა ყოველ დღე ვარჯიშობ, მე მივდივარ სამსახურში და იქ მთელი დღე ვმუშაობ. ჩემი გაჩერება რო იყვენ მართლა არ არის მეგობრებო, აი ასეთი პროდუქტები, მე ძალიან მიყვარს სცენარეული პროდუქტები და ძალიან პატივს ვცემ და მართლა შეყვარებული ვარ ამ პროდუქტებზე. და როცა შევავსე ეს ყველაფერი 91 ქულა ავიღე და მომწერეს, რომ აი თქვენ ის ადამიანი ხართ, ესო ძალიან კარგიაო, ხარ რამდენი ქულა რომ მოიპოვეთო, ძალიან მაგარი ამბავიაო. როგორ ჩანსო თქვენ მანამდე აკვირდებითო თქვენ ორგანიზმს და იღებთ საჭირო პროდუქტებსო, სანამ რაღაც დაავადება აღმოჩნდება თქვენ ორგანიზმშიო და მე გამოკითხვებიდან, რადგან მე სალონში ვმუშაობ და მაინც ქიმიურ საღებავებთან მიწევს შეხება და მიმატეს, ახლა მე რაც მაქვს მიღებული ესენი ჩავწერე, რასაც ვებულობდი და დამიმატეს დეტოქსი. ძალიან კარგი იქნება თქვენ თუ მიიღებთ დეტოქსს, ამითი მოხდება უჯრედილ დონეზე ნაზად, მაგრამ ყოველდღიურად თქვენგან გამოიდევნება ის შხამები და ნახეთ როგორია, ასე წყალში რო ჩააწოთებ, გამწვანდება მთელი წყალი. 200 გრამ წყალში უნდა ჩააწეთოთ, თავიდან 1-2 წუთი ჩავასხი. და აი მთელი შხამები გამოაქვს უჯრედულ დონეზე ასუფთავებს მთელ ორგანიზმს. წარმოიდგინეთ კომპანიამ, როცა ეს პროდუქტი დადო ჩვენს იმაზე, აი მაშინ ითქვა, რომ ამ პროდუქტით იმუშავებთო, ისეთი სასწაული პროდუქტი შემოდის ეხლაო და მართლაც ახალი გამოწვეული მაქვს, სულ რამოდენიმე დღის დაწყებული გვაქვს მეგობრებო და ყველა იმ ადამიანს უსურვებ, რომ კონდეთ შესაძლებლობა და ჩვენთან მართლა არის შესაძლებლობა, რომ ასეთი პროდუქტები მიიღოს და განსაკუთრებით მე ვეტყოდი, რომ სალონში მომუშავე ადამიანს, რომელიც 1000-ნაირი ქიმიურ ნაერთებში ვართ ყოველდღე, მათმა მართლა აუცილებლად უნდა მიიღოს ეს დეტოქსი. შემდეგ ჩემო კარგებო, ჩვენს კომპანიაში არის ასევე წონის პროდუქტი, ამას ჩემი ქმარი ღებულობს, 2 კაფსულა კარგი შედეგისთვის 2 კაფსულა შეგიძლიათ მიიღოთ კვების წინ 9 საათით ადრე და თანდათან სწორ რეჟიმთან, სწორ კვებასთან ერთად აქვს საოცარი შედეგი, მართლა დაგეხმარებათ. კონჟაკის გლუკომანან შეიცავს და აი კუჩის სისხლის შეგრძნება აქვს, აი არ გშივდება, მართლა არ გშივდება და აი მოგეხმარებათ იმ ადამიანებს, ესეც
ისა ყავა, კოლაგენი, ყველა წონის კორექციაზე მუშაობს, მეგობრებო, ყველა ნივთიერებათა ცვლაზე მუშაობს და წარმოიდგინეთ, ერთმა მაგნი დაიწყო და იმანაც შეამჩნია, რომ ორგანიზმში კლება დაიწყო, წარმოიდგინეთ, რაღაცები მოგვარდა და ამითაც კი მოხდა, ვთქვათ, ეს შესაძლებელი. ასევე ჩვენთან არის გამწვენდები, მეგობრებო და გვეუბნებიან, რომ კარგია, რომ თავიდან გამწვენდებით დავიწყოთ. ეს არის გულის და სისხლძარღვების კაპილარების გამწვენდი. ნებისმიერ ადამიანს მართლა უნდა ქონდეს ეს მიღებული, რომ ჩვენი გული იყოს მის ყოველთვის რეჟიმში, წყობაში და არ მოხდეს ის ფოლაქების ჩალაქება, რაც სისხლძარღვებზე იბინდება. მეგობრებო, ძალიან კარგია, ვისაც ვარიკოზული ვენები აქვს, საოცარი შედეგი აქვს, ნამდვილად ვიცი, აი მაგის შემთხვევაში გაუქრო კიდეც გოგუებს ვენები. ასევე არის ჩვენთან სუპერ გრინს, ნახეთ, წვანე, ეს არის ნაწლავების გასასუფთავებელი დეტოქსია, ესეც აშვაგანდა შეიცავს, ალოე ვერა შეიცავს, მეგობრებო, უამრავ მცენარის ფხვნილია აქ მოთავსებული, მთელი ორგანიზმის გასუფთავებას და გაწმენდას აკეთებს. და შეგიძლიათ ნახევარი კოვზით დაიწყოთ, ეს შეგიძლია ღამე მიიღოთ და აი სუპერ წითელი დილით კვების შემდეგ ცოტა ხანში როგორც კოქტეილი შეგიძლიათ ისე გახსნათ, უკეთესია ცოტა თბილ წყალში თუ გახსნით, კარგი შეწოვა აქვს კიდე და კიდე 1000 მაგათ გაგიაქტიურებთ ეფექტს. ნახე, ასეთი საზომი კოვზი მოყვება, აი ნახევარი კოვზი 200 გრამ თბილ წყალში გახსენით და აი კოქტეილივით მიიღეთ. აი ნახევარი კოვზობით დავცალე, ისე გამოვცალე ეს პროდუქტი, ცოტა ეს მქონდა გულის აჩქარებები და აი მართლა იმუშავა ამ პროდუქტმა ჩემს შემთხვევაში. აი ასეთი პროდუქტებია, მეგობრებო, ასევე კიდე მინდა გითხრათ, რომ მე სულ ფენთან მაქვს მე და მთელი დღე გადახრილ მდგომარეობაშიც მიწევს ყოფნა, შეიძლება დილიდან საღამომდე და მე გამოვიწერე კიდე აი სახსრების ძალიან ტკივილები ვისაც აქვს, ეს ყოფილა საოცარი კრემი, CBD ზეთი. ალოესაც შეიცავს, უამრავ ეთერზეთებს შეიცავს, სასარგებლო რაღაც მენთოლსაც შეიცავს. ცოტა გაგიხურებთ, აი მე კისერში ვიზრდავ ხოლმე, ცოტა სიმხურვალეს შეგრძნება აქვს და აი როცა გადავიღლები, როგორც კი ამითი დავიზილავ და დავწვევი დილით ჩიტივით ვარ, ისეთ კარგ განწყობაზე ვარ, სამუშაო განწყობაზე ვარ ყოველთვის. და ყველაზე წამყვანი, მეგობრებო, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომელიც ძალიან მიყვარს, CBD ზეთი, ჩვენი კანაფის თესლის ზეთი, რომელიც 100-მდე დაავადებამდე გამოიყენება, აი დიაბეტის დროს, სახსრების დროს, თუ რამე პრობლემები გაქვთ, ნებისმიერი ამ პროდუქტებთან ერთად დაამატეთ, მეგობრებო, კანაფის ზეთი. სულ რამოდენიმე წვეთი გინდათ 2-3 წვეთი დღეში, დილით მიიღეთ. ვისაც უძილობა აქვს, ღამით მიიღეთ, სასწაულ შედეგს აძლევს, მეგობრებო, ეს არის სასწაულად გაყიდვადი პროდუქტი, უამრავი ადამიანი წერს ჩემგან და უამრავი მომხმარებლები მყავს, მეგობრებო და მინდა გითხრათ, ამას წინ გქონდა ჩვენ ჩართვა და მინდა გითხრათ, რომ დამიკავეს ჩემი პროდუქტი საბაჟოზე დამიკავეს, მე დავწერე განცხადება, ვერ დავიბრუნე ეს პროდუქტი, ვერაფერი ვერ უამრავი სანათესაო ჩავრიე, რა ვიცი, ძალიან ბევრი სანაცნობო გვყავს და ვინ არ მოვიხმარე, ვინ არ მომეშველა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვქენი საბაჟოდან ჩემი პროდუქტი დამეხსნა. რადგანაც მებაჟემ მიაწერა, რომ ეს შეიცავდა ჰიდროკანაბინოიდს. და მე როცა ისე უხერხულში აღმოჩნდი, როცა ეს მითხრეს, რომ იცით რა, თქვენი პროდუქტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას. რას ლაპარაკობთ, ბატონო, მე ვთხარი, როგორ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას და რა დამემართა, იცი ხალხო, მე თვითონ პრეზენტაციებს ვატარებ, მე თვითონ ხალხს უხსნი, რომ ორგანულია, სუფთა და აგერ მებაჟე მეუბნება, რომ იცით რა, თქვენი პროდუქტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას. აი მე ისეთ ცუდად გავხდი, რა არ გავაკეთე, არა ვერაფერი, ჩავედი საბაჟოზე, ჩავიტანეთ მთელი დოკუმენტები. და იქამდე მივედით, რომ აი უფროსმა შეამოწმა ეს დოკუმენტები და აქო მართლა არ წერიაო, მითხრა, რომ მართლა არ შეიცავსო და მაშინ ერთ-ერთი ეს დაგჩენიაო, თუ თქვენ გაქვთ უფლებაო სამხაროულოს ექსპერტიზა გააკეთოთ, მაგრამ ეს თანხები თქვენი გადასახდელიაო და თუ კი ჩვენ
ექსპერტი დაგვიწერს პასუხს, რომ აქ ჰიდროკანაბიდოლის არ შეიცავს, დაგიბრუნდებათ თქვენი პროდუქტი თუ არა და უნდა თქვენინებით უნდა დაუბრუნოთ სახელმწიფოს და განადგურდება. რაიმე რა დამემართა. კარგი მეუთხარი მეწავალ სამხარეულში, მაგრამ ვერ ვასწრებდი, ნახეთ მეგობრებო, ვერ ვასწრებდი, რადგანაც ერთი თვე გადიოდა უკვე ამდენ ძიებაში და ჩემ პროდუქტი გადავიდოდა დღეში უნდა გადამიხადა მე 50 ლარი დღეში ჯარიმაზე გადავიდოდა და ექსპერტიზას უნდა ერთი თვე. სწრაფად რო გამეკეთებია თქვათ და დიდი ფული დამეხარჯა, ასე რო თქვათ. ჩაატევდნენ ორ კვირაში, მაგრამ ძალიან დიდ თანხაზე მიდიოდა და მე ჩემაქმარმაც მირჩია, მოდი ახლა შევჩერდეთ და აი სხვა პროდუქტს თუ დააკავებენ, შემდეგ გავაკეთოთ უცებ ესო და მართლა ასე მოხდა, ის შემდეგი პროდუქტი და ისევ დაკავებით არ დააკავეს, მაგრამ დაგვირეკოს, რომ ის არისო, რაც წინაზე დაგიკავდათო. ხო და კი ბატონო, თუ კიო თქვენო მიმართავთო სამხარველოს და აი მოგვიტანთო ამ პასუხსო, მაშინ დაიბრუნეთ ამ პროდუქტს. წავედით ეს პროდუქტი იყო ჩემი მეგობრის სახელზე გამოწერილი, მინდა გითხრათ, რომ ფატი ხურციძო მაგარი ადამიანია მეგობრებო და მითხრა, რომ ლიაო ვერ მოვისვენებ ჩემი მდგომარეობა, ხო იცოდა, ვერ მოვისვენებ, რომ ასეთი პროდუქტი როგორ უნდა დარჩეთ მაგათო და არაფრის ფულისთვისო და მიდიო რაც დაიხარჯებაო, გვერდში დაგიდებიო, მეც შემოგიზიარდები და გავაკეთოთ, არ გავამხილოთ არსად და გავაკეთოთ მაგ საქმეო და მართლა მეგობრებო, ძალიან ბევრი ვიწვლეთ, მაგრამ დავწერეთ განცხადება, მე ექსპერტიზა უნდა ჩასულიყავით თბილისში, ამის აღების დროს ყველაფერი ვიდეოებით, ყველაფერი დასურათდა მეგობრებო და ჩემი ვინც იცოდა ჩემი მდგომარეობა, ეშინოდოთ გოგო არ დაგიჭირო, რამხელა იმაზე მიდიხარო და მე ვუთხარ როგორ დამიჭერეთ, მე დარწმუნებული ვარ, ზურგი მაქვს, მე ვუთხარი ვიცი რა პროდუქციაცა და ერთხელ და სამუდამოდ მინდა რომ ესეც დამტკიცდეს ხო და აგიხდათ ყველაფერი კარი, მეც და თქვენც მეგობრებო, გამოვიდა პასუხი, რომ ყველაფერი, აი რაც ეწერა ჩვენთან, რაც აქვს შემადგენლობაში, ხო? არანაირ ჰიდროკანაბიდოლს, არანაირ არცეთ ფსიქოტროპულს, არანაირ არცეთ ნარკოტიკულ საშუალებას არ შეიცავს ჩვენი კანაფის ზეთი და ერთხელ კიდე რომ დავტკიცდა და იქამდე როცა გადავაგზავნეთ ეს დასაბუთებული პასუხები, უფროსმა ჩამომიტანოსო ხელი მომაკიდებიოს ამ იმასო, ამ ფურცლებს, რომ ჩემი შევეხო ამ ორიგინალ ფურცლებსო და კი ბატონო, მე ჩავიტანეთ ეს ფურცლებიც, დავანახეთ და დაგვიბრუნდა ჩვენი პროდუქტები, მეგობრებო. აი ასეთი პროდუქტებია, მეგობრებო, წარმოიდგინე უკვე ჩვენ თამამად შეგიძლია გამოვიწეროთ ისე, რომ ექსპერტიზის პასუხი გვაქვს, ჩვენ საბაჟო უკვე ვერანაირად ვერ დაგვიკავებს, იმიტომ რომ გავიმარჯვეთ და აი დაინახეს. კი ბატონო, ეგონათ რომ არ დავხარჯავთ ამ თანხებს, დავხარჯეთ, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ სულ ხوار დამჭირდება ეს მე იმდენად გამოწერები მყავდა, მე მიიღებ და ეს რო გაგვეკეთებია. და იმდენ ადამიანი გავაბედნიერეთ ამ პროდუქტით. მარტო აუტისტური სპექტრის ბავშვები, იმდენი მოდიან ჩემთან და იმდენი ლოცვა მაქვს, მეგობრებო, მოკლედ არ ვიცი რამხელა ბედნიერებაა, რომ ამ კომპანიას დაუკავშირე ჩემი თავი და მე ამ კომპანიით ძალიან ბევრ ადამიანზე გავედი. და ისეთი ადამიანები, რომლებმაც კანაფის ესეთი ვერაფრიდან ვერსად ვერ შემოიტანეს, აი მე მათ ვდგევარ, ასე ვთქვათ, შუამდგომლად და აი მე შემომაქვს მათთვის და ყველას ვეუბნები, რომ აი თქვენ თვითონ დარეგისტრირდით, გასწავლით მეგობრებო, კიდე უფრო ბიუჯეტურ ფასად აიღებთ, თან შემოსავლებიც გექნებათ, ამას არავის არ უმალავ, მე ყველას ვეუბნები, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი უცებ კლიენტურად მოდის და შემდეგ ესეთი ადამიანები ნელ-ნელა ბიზნესში ჩემოდიან მეგობრებო. ეხლა გადავიდეთ იმაზე, რაც გვაინტერესებს უკვე ფინანსური სარგებელი საიდან გვაქვს სწრაფად. ეს კი გითხარით, რომ თუ კი თქვენ ახლა ამ პროდუქტებიდან გამოიტანეთ ის შინაარსი, რომ ეს პროდუქტები მართლა ყველას გჭირდება, ჯერ ერთი მარტო გაყიდვებიდანაც შეგიძლიათ ძალიან დიდ შემოსავალზე გახვიდეთ. და ის $10, რაც ზოგჯერ ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ვაიმე $10-ია გადასახდელი, ბოლოს და ბოლოს ამ პროდუქტების იმითი $10 კი უამრავ თანხებს გამოიმუშავებთ, თვეში 3000 ლარის პროდუქცია გადის ჩემი სალონიდან, მეგობრებო, იმდენი გამოწერები მაქვს. ეხლა ჩემო კარგებო, ვისაც გაყიდვები არ გვიყვარს მაგალითად და ზოგადად საიდანაც კომპანიიდან ჩვენ შემოსავლები მოგდის, მე თქვენ თან დაგიხაზავთ, თან გესაუბრებით, რომ ადვილად აღსაქმელი იყოს ეს თქვენთვის.
პირველ რიგში გითხარით, რომ ესე იგი კომპანიაში რომ დავრეგისტრირეთ, გვინდა სულ $50 ერთჯერ ცხოვრებაში და შემდეგ მიდის ჩვენი მუშაობა. რა თქმა უნდა, ჯერ როცა ახალი ხარ, თქვენ აუცილებლად გყავთ ზემდგომი და თქვენ ზემდგომთან ერთად თქვენ სტუმრებს ახვედრებთ. აგერ შემოგყავთ საქართველოს ჩატში და მიდის პრეზენტაციები, ჩვენ ყოველთვის ხსნით, როცა ბიზნეს ეხება და როცა ამ საქმეს ეხება, ჩვენ ყოველთვის ხსნით, რანაირად შეიძლება აქ თანხები გამოიმუშაოს ადამიანმა და ადევნეთ თვალი გულისწყურით, მეგობრებო, და ნახეთ, ძალიან მარტივია ჩვენთან მუშაობა. მართლა მარტივია, მეგობრებო, თან ასეთ კომპანიაში. ნახეთ, დავრეგისტრირდით ერთხელ, დავიკავეთ ჩვენი ადგილი, დავრეგისტრირდით და ვიწყებთ უკვე ადამიანების მოწვევას. ვაცნობთ ჩვენს კომპანიას, ჩვენს პროდუქტებს, რაც ახლა მიაგიხსენით თქვენ და ვიწევთ ადამიანებს, მათაც უჩნდებათ სურვილი და ნახეთ, როცა ორ ადამიანს მოვიწევთ, ჩვენთან არის სტატუსებიც, მეგობრებო, და აუცილებლად მიაქციოთ ყურადღება, რადგან სტატუსებით გავდივართ ძალიან დიდ შემოსავლებზე და ყოველთვის იცოდეთ, რომ სტატუსების შემთხვევაში შედარებით მეტი შემოსავალი გექნებათ. აი, როცა ორ ადამიანს მოვიწევთ, რა ხდება ამ დროს ჩვენთან? ჩვენთან პირადი რეგისტრაციებიდან ამოგდის ბონუსები, მეგობრებო, ერთჯერადად და დავარეგისტრირეთ თქვათ 2 ადამიანი, თითო ადამიანი და ჩვენ კომპანიამ დაგვირიცხა $25 ბონუსი. აი, აქედანაც დამირიცხა $25. ფაქტიურად მე რაც ჩავდები თავიდან, 2 ადამიანის მოწვევით ეს თანხა დავიბრუნე. ესე იგი, $50 დავიკავე ხელში, რაც კომპანიაში ჩავდები, ასე რომ ვთქვათ, და ბიზნესი უკვე საერთოდ არაფერი არ მაქვს გადახდილი, ისე ვიყიდე, ასე ვთქვათ. ეხლა დაგანახებთ, აი, ამ გადაწყვეტილებით რამხელა შემოსავალზე ადის მერე თითოეული ადამიანი. ნახეთ, 2 ადამიანის მოწვევით ჩვენ ვხვდებით ბრინჯაო, მეგობრებო, სტატუსით პირველი საფეხური ბრინჯაო გაკეთებულია და ჩვენთან როცა ვამბობთ, რომ დონეების შევსების შემთხვევაში გვევსება ლეველები და ეს ჩვენ ხელფასებზე მოქმედებს, ვთქვი, ზუსტად ეს არის ლეველები. 2 ადამიანის მოწვევით პირველი ლეველი შესრულებულია, თან ბრინჯაო სტატუსში ვარ უკვე, ასე რომ ვთქვათ, და ეს ბრინჯაო სტატუსი ნიშნავს იმას, რომ 2 სიღრმიდან ამოგივათ ბონუსები, მეგობრებო, 2 სიღრმიდან. ამ დროს ხდება რა? ამ 2 ადამიანის მოწვევით, როცა ესენი $10 გადაიხდიან, ესენი ყოველთვიურად 25 ცენტი ირიცხება აქედან. ყოველთვიურად. ახლა 2 ადამიანის შემთხვევაში არაფერია და ძალიან სასაცილოდ არის, 2 ადამიანის შემთხვევაში თქვენი ხელფასი, მეგობრებო, ჩვენთან არის ბონუსები, რომელიც კვირაში გერიცხება და არის ხელფასები. ხელფასები ყოველთვიურად გერიცხება იმის მიხედვით, თუ რამდენი პარტნიორია თქვენს ქვემოთ. შემდეგ, აი, როცა მე კიდე გავაგრძელე ხალხის მოწვევა, ნახეთ რა მოხდა ჩვენ კომპანიას რობოტი მუშაობს, მეგობრებო, ჩვენ აქ არ ვსჯელობთ, სად ვინ ჩავსვათ, რომელი ფეხი განმავითაროთ და ეს ჩვენზე არ არის. აქ ჩვენ როცა ვირეგისტრირებთ, ხო, რობოტი ანაწილებს მარცხნიდან მარჯვნივ მოყვება და როცა შემდეგ მე გავაგრძელე კიდე, ეხლა ჩემ გუცხაზავ ახლა, როცა მე კიდე გავაგრძელე ადამიანების მოწვევა, აი, ჩაუვარდა ამ ჩემ პირველ მოწვეულ ადამიანს. მას არავინ არ მოუწვევია და 2 ადამიანი ჩაუვარდა. ჩემგან. აი, რას ნიშნავს აქ? ეს ის კომპანია, მეგობრებო, როცა ზემდგომის ნაშრომი ქვევით ჩამოდის და ყველგან, აი, არც ერთი ადამიანი არ რჩება ისე, რომ გუნდი არ წავიდეს. აი, ამ ადამიანებმა ჯერ ვერ იაქტიურეს, გიგეთყვით, რომ აქ ჩემი მეუღლია და კაცებს არ უყვარს მან და მაინც ასეთ თემებზე საუბარი არ აქვს ამის უნარი, თუმცა ყველას არ გულისხმობ ახლა. და ნახეთ, როცა კიდე გავაგრძელე მოწვევა, აქ არის ჩემი რძალი, ჩემმა რძალმა ერთი თვითონ მოიწვია, შემდეგ მეორე ჩემგან მოწვეული ადამიანი ჩაუვარდა და დასრულდა მეორე ლეველიც. აი, მეორე ლეველის შემთხვევაში უკვე
მეორე ლეველის შემთხვევაში უკვე 6 ადამიანი იყრის სულ ჩვენ კომპანიაში თავს. პირადი ბონუსებიდან $25 ამომივიდა მეგობრებო და სახელფასოებში 6 ადამიანიდან 25 ცენტი. გამოდის მეორე ლეველის შევსებაში $1 და 50 ცენტი გაქვთ ხელფასი. შემდეგ რა ხდება? ჩემ შემთხვევაში უკვე აქეთ რომ მოვიწიე ხალხი, ნახე უკვე მეორე ლეველს ჩამოუვარდა ჩემი მოწვეული ადამიანები და აქ უკვე ისეთი ხალხი გამოჩნდა, რომლებმაც თვითონ დაიწყეს მუშაობა. აქტიური ხალხი გამოჩნდა. ზოგი ისეთები არიან, დღემდეც არ მოუწვევიათ, მაგრამ გამოჩნდა რამოდენიმე აქტიური მეგობრები, ესენი ყველა შევსებულია ჩემ შემთხვევაში, რომლებმაც თვითონ დაიწყეს უკვე ხალხის მოწვევა. ეს არის უკვე მესამე ლეველი, რაც უფრო ქვევით და ქვევით ჩავდივართ, ლეველებიც იმატებს და ჩვენი ხელფასებიც იმატებს. მესამე ლეველზე უკვე ხელფასი არის 3.50 ცენტი მეგობრებო, ხელფასი, რაც $10 25 ცენტებით ირიცხება და პირადი ბონუსები კი გითხარით $25 თუ პირადებია და როცა ჩვენი პირადი იწევს, მაშინ არის 10%, ანუ $5. ასე მიდის სიღრმეებში მეგობრებო, სტატუსების მიხედვით. ამიტომ გვეუბნებიან, რომ ჩვენთან აუცილებლად დაიკავეს სტატუსი, რომ უფრო მეტი დონეებიდან ამოგივიდეს დიდი ბონუსები და ხელფასები ყველადან ამოდის. ნახეთ შემდეგ ასე რაც უფრო ლეველები ქვევით და ქვევით სიღრმეში მიდის, ადამიანის რაოდენობები იმატებს და თქვათ ახლა ჩემი ჩასულია მე-6 ლეველზე. მე-6 ლეველზეა ჩავარდნილი ადამიანი. მე-6 ლეველზე 126 კაცი იყრის ჯგუფში თავს, მაგრამ ყველა ლეველი არ არის ჩემთან შევსებული და ხელფასი არის $21 და 50 ცენტი, რაც ყოველთვე გექნებათ. შემდეგ 12 ლეველს ახლა მიაქციეთ ყურადღება მეგობრებო, კომპანიაში არის სულ 15 ლეველი. 12 ლეველს კომპანია უხსნის ისეთ ადამიანს, ვინც არავის არ მოიწვევს საერთოდ. აი ასეთ ადამიანსაც კი ექნება ფინანსური ზდაოგრო, ოღონდ მას დაჭირდება ლოდინი მეგობრებო და ის $10 არ უნდა დაავიწყდეს, ის უნდა კონდეს ყოველთვე გადახდილი, მაგრამ თუ კი ასე განეწყობა ადამიანი, რომ არავის არ მოიწვევს და მარტო $10 გადაეხდის, ის აქტიურად ითვლება, მაგრამ დაელოდება, როდის ჩამოესხმება ზემოდან ხალხი. და ამ შემთხვევაში ასეთ ადამიანს ევსება 12 ლეველი დროთა განმავლობაში. ამ 12 ლეველზე იყრის 8190 ადამიანი მეგობრებო და $2057 გადის საბოლოო ჯამში ხელფასზე ეს ადამიანი. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს მოხდება თანდათან და დროთა განმავლობაში. და გამოვირჩევით ჩვენ აქტიური ადამიანები იმით, რომ ჩვენ ვიწევთ სწრაფად ვიწევთ თქვათ ადამიანებს და მათთან $25 შემოგვდის და ამაში უკვე რა თქმა უნდა სწრაფი თანხებია. ასეთი შემდეგ 13 ლეველს უხსნის კომპანია ისეთ ადამიანს, ვინც 2 ადამიანს მაინც მოიწვევს და ბრინჯაო გახდება. ამ შემთხვევაში ბრინჯაოს ხელფასი არის მეგობრებო $4000 თვეში, რომელიც თანდათან მოხდება მეგობრებო, ეს ზღაპრად არ მოგეჩვენოთ. უამრავი ადამიანი ყავს უკვე კომპანიას ბრილიანტის სტატუსში ბოლო საფეხურზე, რომელსაც $16000 აქვს უკვე თვეში მეგობრებო. ეს მოხდა სხვადასხვა ქვეყნებში და ახლა საქართველოს ჯერი და აუცილებლად უნდა გავაქტიურდეთ, რომ მეტი და მეტი შედეგი დაიდოს. მე როცა დავრეგისტრირდი ამ კომპანიაში საქართველოში იყო სულ 300 კაცი. დღეს 4000-ზე მეტი რეგისტრაცია უკვე საქართველოში. მე ძალიან ბევრი კომპანიები გამოვიარე მეგობრებო და ასეთი სწრაფის და არსად არ ყოფილა. მართლა არც ერთ კომპანიაში არ ყოფილა, რაც ლივგუთში ხდება. და ეს მსოფლიო მაღიარა და ზუსტად ასეთი შეფასებებიდან არის მეგობრებო კომპანია პირველ ადგილზე გასული. ეხლა შემდეგი ჩვენი სტატუსი არის ვერცხლი მეგობრებო, ვერცხლსაც სახელფასოში აქვს, როცა მათი ლეველები ყველა დასრულდება, ვერცხლსაც სახელფასოში აქვს $4000,
უბრალოდ სიღრმეებიდან, აი 4 სიღრმიდან ამოდის ვერცხლის თანხები. და ეხლა გეტყვით, რომ ვერცხლი არ არის რთული გასაკეთებელი, მეგობრებო. აი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვერცხლი მაინც გავხდეთ. ბრინჯაო ძალიან მარტივია, ხა ორი ადამიანის შემოყვანით ბრინჯაო ხარ და ვერცხლი რომ გავხდეთ, შეხედე თქვენ გჭირდება სულ 3 ადამიანი, 3 მომუშავე ადამიანი, რომელსაც ეყოლება 2-2 მაინც მოწვეული, ანუ ბრინჯაო იქნება ეს 3 ადამიანი გამხდარი. და მთელ ჯგუფში იქნება 20 ადამიანი. ამ შემთხვევაში ხართ ვერცხლი. მართლა არ არის რთული, თუ ამ საქმეს მოკიდებთ ხელს და შეიყვარებთ, თქვენ მიხვდებით რა მალე გახვალთ ამ სტატუსზე. ვერცხლში მართლა უამრავი გყავს უკვე საქართველოში გასული ადამიანები, მეგობრებო და ეს საქმე თან ყველასთვის არის შესაძლებელი. აქ არ არის ასაკის სხვაობა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რა ასაკისიც არ უნდა იყოს, მე ახლა 51 წლისა ვარ. რა ასაკისიც არ უნდა იყოს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ კომპანიაში დაიმკვიდროს თავი და სერიოზული სტატუსიც აიღოს, სერიოზულ ხელფასებზე გავიდეს. და ეხლა რას ვამბობდით, რომ აი ჩვენი დამფუძნებლები არიან რაღაც საოცარი ადამიანები, თქვენ შეიძლება მოსმენილიც გაქვთ ეს ვიდეო, რომ აი როცა 2 წელი გაგვიხდა 13 დეკემბერს ჩვენმა დამფუძნებელმა დადო უკვე შეხმიანება, ასე რომ ვთქვათ, და გამოგვეხმაურა, რომ რაც ქონდა კომპანიას, რაც ქონდა იდეაში კომპანიას, რომ აი ყველა ადამიანს მოეხმარებოდა ეს თავისი სისტემით, რაც ქონდა ჩანაფიქრი ვირუსული რეკლამებით. ეს ვირუსული რეკლამები ნიშნავს, მეგობრებო, იმას, რომ აი ძალიან სწრაფად გავრცელდება ინფორმაციები ჩვენს პროდუქტებზე აქვს საოცარი მოთხოვნები. ეს პროდუქტები ეხლა არ შექმნილია, მეგობრებო, 4-5 წელია ამ პროდუქტებს ექიმები აწარმოებენ და ბაზარზე არის და დიდი რაოდენობის შესყიდვები ხდება და ამ ვირუსული რეკლამების საშუალებით სწრაფად შემოედინება ჩვენს კომპანიაში მომხმარებლები, ანუ კლიენტად გამზადებული ადამიანები, რომლებსაც ეს პროდუქტი უნდა. და ჩვენ კომპანიას ჰქონდა ასეთი დაგეგმილი, რომ რამოდენიმე სატესტო რეკლამა გაუშვეს და ეხლა ჩვენს ბექ-ოფისებში ჩაინერგება, მეგობრებო, და გამოცხადდა, რომ განსაკუთრებით ვერცხლი და ზევით დგომი ადამიანებისთვის და ეს არის საოცარი სიახლე, სასწაული დახმარება კომპანიიდან და მართლა ყველაფერი ვქნათ ის, რომ ვერცხლის სტატუსი მაინც მოვიპოვოთ აქ. რომ უამრავი სიკეთე მე რაც ჩვენთვის აქვს კომპანიას ძალიან სწრაფი ადამიანების ჩამოსვლა ჩვენს გუნდში, ისე რომ თქვენ რო არ მოიწევთ, აი ძალიან სწრაფად მოხდება ასეთი ადამიანების შევსება, რომელიც განეწყობიან კლიენტურად და მზად იქნებიან ყოველ თვე შეუკვეთონ პროდუქტი. და იქიდან როცა ვერცხლის სტატუსია, მე ასე გავიგე, იმედი არ მეშლება, როცა ვერცხლის სტატუსში ხარ ადამიანი, ამ შემთხვევაში მათი შენაძენი პროდუქტებიდანაც კი თანხები დაგერიცხებათ. და ეს ძალიან გაამარტივებს საქმეს, ზოგადად ყველასთვის კარგი იქნება, ძალიან სწრაფად გაზრდის შემოსავლიანობას, ეს ჩვენ ხელფასებზეც აისახება და უფრო მეტი სტიმული ექნება ისეთ ადამიანებსაც, ვის დღეს ვერ იწვევს ხალხს, აი მათ კიდე მეტი სტიმული გაუჩნდებათ, ხო? როცა ის ფინანსურ სარგებელს დაინახავს, ხა კიდე მეტი სტიმული გაუჩნდება და ასეთი ადამიანები ყველა გადავლენ მართლა აქტიურ მდგომარეობაში. სანამ გვაქვს, მეგობრებო, ეს მოწვევის სისტემა. ეს სულ არ იქნება ეს მოწვევის სისტემა და ჩვენ სულ მაგიტო ვატარებთ პრეზენტაციებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდნენ ჩვენი ქართველები და სწრაფად დაიკავოთ ადგილები ამ კომპანიაში, რომ აი დღეს როგორც Amazon-ს ყავს 200 მილიონი კლუბის წევრი, წარმოიდგინეთ, აი მათაც რომ ასეთი მოწვევის სისტემა გქონდეს და ასეთი ანაზღაურება, ხო? აი პირველად ვინც იყო დარეგისტრირებული, იმათ რამხელა შემოსავლები ექნებოდათ. დღეს ჩვენ კომპანიაში 2 მილიონზე მეტი რეგისტრაციაა და აი ძალიან თვითონ ბენგლისკი ამბობს, რომ აი ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი შემოვა აქ და მილიონებით ადამიანი მოგვემატებაო და ჩვენ როცა ზედა საფეხურებზე ვართ, მეგობრებო, ჩვენს ხვევით წამოვა ეს ყველა და აი ეს ხედვა მინდა დაინახოთ, რომ რამხელა შემოსავლებზე შეგიძლიათ გახვიდეთ თითეული ადამიანი, რომელიც ცოტა უფრო მეც გააკეთებს და ცოტა უფრო მეც იშრობებს.
აქ ძალიან მაგარი პროდუქტებია, მეგობრებო და ზუსტად ეს პროდუქტი მაძლევს. ზუსტად თითოეული სამადლობელი მესიჯი მაძლევს იმას, რომ მე მეტ ადამიანს დავეხმარო, მეტ ადამიანს დავანახო ეს ბიზნესი, დაუდგე გვერდით, შევხვდე მათ ხალხს და ისია ყველა ჩვენი კლუბის წევრები აქ აი ამ მოტივით, რომ ყველას ჩვენთვის არაა ჩემი გუნდელია თუ ვისი გუნდელიც არ უნდა იყოს, ჩვენ ყველა მართლა ერთმანეთს ვეხმარებით. ამიტომ მეგობრებო, ყველაფრად ღირს ეს კომპანია, რომ თქვენ საქმიანობასთან ერთად თავიდან დამატებით წყაროდ გაიჩინოთ და როცა შეხედავთ, რომ აი როგორც მე ვარ ახლა განწყობილი, ძალიან მიყვარს ეს კომპანია და დღეს უამრავი ადამიანი მეხმიანება სხვადასხვა კომპანიებს თავაზობს, მე სურვილიც არ მაქვს, ისე ვარ უკვე აქ მთელი ჩემი ენერგიით და მთელი მონდომებით და თან გუნდი მყავს, ხო? საერთოდ არ მაქვს სურვილი რაიმე სხვა კომპანიას შევხედო და გამოვიძიო. იმდენად ყველაფერი გამარტივებული აქ. მე უამრავ კომპანიაში მუშაობდი და ძალიან წარმატებულადაც მეგობრებო და დღეს ყვებოდი ერთ-ერთ ჩატში, როცა მე მაგალითად გამოვზარდი ადამიანი მთელი თვე დაუთმე იმ ადამიანს და ავიდა 800 ლარ ხელფასზე. 800 ლარი მე ჩემ თავს დავაკელი. მე ვიყავი ასული 300 ლარზე. და ეს გოგო ავიყვანე 800 ლარზე, რომ დამენახვებია ის კომპანია. როცა მე 800 ლარით მეტს ველოდებოდი, სადღაც 1100 ლარს ველოდებოდი ხელფასს, ჩამერიცხა 300 ლარი. აი მე ისე გავოცდი, მეთქი რაღაც შეეშალათ, როგორ დავრეკე. მეუთხარი ესე, ჩემი გოგო 800 ლარზე გავიყვანე, მე 300 ლარი მქონდა მოგრობილი და ჩამერიცხა მხოლოდ 300 ლარი. აი მაშინ მითხრეს ასეთი რაიმე, იცით რა, თქვენ ამ შემთხვევაში გაგასწრო ახლა იმ გოგომ და მისი ხელფასი მოგეჭრათ სამწუხაროდ. ამიტომ სამათ უნდა გამოზარდო ადამიანიო, რომ გააბათილონ ეს ყველაფერიო და აი მაშინ დავტოვე ეს კომპანია მეგობრებო იქ. აი მე არანაირი სურვილი არ გამჩენია, დღესაც ვარ ახლა იმ კომპანიაში, ოღონდ არ მუშაობ იმითი ბიზნესით არ მუშაობ, უბრალოდ ახლა მართლა სალონი მაქვს და მას ტილოები უფრო აქვს და აი ტილოებს ბევრი მთხოვს სალონში, მიდევს და უწერ ახლა კლიენტურას, თორე აი სურვილი არ გამჩენია იქ ქსელი შევამატო. იქამდე იმ ჩემმა მეგობარმაც დაანება თავი ასეთ უხერხულობაში რომ აღმოჩნდა მეუბნებოდა ლია გაგიყოფ ჩემ ხელფასს. რას ლაპარაკობ? მე თქვი ხელფასი კი არა საუბარი, მე როცა ამდენი ენერგია ჩავდევი ამ ადამიანში, მე მინდა სარგებელი და აქ სასწაული რამე ხდება, მეგობრებო, მარტო ამის გარდა მაჩიკ ბონუსი აქვს კომპანიას დამზადებული ჩვენთვის ისეთი ადამიანებისთვის, ვინ ჩვენ გამოვზდით ხალხს და დავეხმარებით. და რა იგულისხმება აქ? ჩვენ ხელფასთან ერთად, აი ჩვენი გამოზდილი ადამიანის წეხარაც ვისაუბრე, მე რომ 800 ლარზე ავიყვანე ის ადამიანი თქო, აი ლივგუთში რომ 800 ლარზე ავიყვანო მე ადამიანი 400 ლარი ჩემ ხელფასთან ერთად მისი ნახევარი მეც დამერიცხე. ამიტომ აქ 2 ადამიანს გამოვზდით, 3 ადამიანს გამოვზდით, 10 ადამიანს გამოვზდით, რაც უფრო მართლა კარგად გამოვზდით ამ ხალხს და ხელფასზე ავიყვანთ, ისინიც გახარებული იქნებიან. თან ჩვენ ხელფასთან ერთად ამ ადამიანების 50%-ს გვირიცხავს კომპანია. აი არ ვიცი, ამაზე უკეთეს კომპანიას, რა ვიცი, სხვაგან თუ კი სადმე გადააც. არც მგონია რომ შემოვიდეს და არც იყოს ვინმე. თანდათან ყველა მიხვდა, ვინც ჩვენი კომპანიიდან რაღაც პროცესში სხვა კომპანია გამოცოდა, ყველა ისევ სინანულით მობრუნდა აქეთ. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით ჩემო საყვარელო ხალხო. ეხლა სულ ეს არის ძირითადად რაც გითხარით, კომპანია გვაქვს საოცარი, პროდუქტები გვაქვს უძლიერესი, ყველანაირად შეგვიძლია აქ ვიმუშაოთ და ყველაზე მთავარი რაც მინდა რომ გითხრათ, რომ აი ვინც ეს კომპანია შემოიტანა საქართველოში, მეგობრებო, ხალბატონი ნანა ლომიძე, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი. ამ ადამიანით ვიგრძენი, რომ ნამდვილად არსებობენ დღეს მართლა ადამიანები, მართლა კეთილსინდისიერი ადამიანი, უზომოდ მიყვარს. ასე ონლაინ თუ იმის შემეყვარდებოდა ნამდვილად არ მეკონა სიკეთის განსახიერება კეთილსინდისიერი ადამიანია ყველაფერს აკეთებს თითეული გუნდისთვის არ ვიცი როგორ ახერხებს მაგრამ აკეთებს ეს ადამიანი ამას რომ აი ყველა სიყვარული სითბო გაუნაწილოს და დაანახოს ამ კომპანიის სიკეთე რაც ჩვენთან არის მეგობრებო მოსალოდნელი
ეს იყო სულ ჩემოკარგებო, ასე რომ თუ კი რამეს დათესავთ აუცილებლად მოიმკით, იყავით პოზიტიურად განწყობილები, არ შეგკრათ თქვენმა ფიქრებმა და იყავით მდიდრული, მოაზროვნე ადამიანები, მდიდარს არ გულისხმობ ახლა მატერიალურად მდიდარი, ეს ნამდვილად იქნებით თანდათან, მაგრამ მე გულისხმობ, რომ აი ფიქრებით იყავით მდიდრულად მოაზროვნე, რაც შეგიწყობთ ხელს იმაში, აი მოდი ახლა ვისაუბროთ რა არის აქ გასარისკი, ან თუ დაკარგავ აქ რაიმე ადამიანს. არც არაფერს არ დაკარგავ, მეგობრო, უამრავ ძალიან ბევრი სიკეთეს მიიღებ შენი ოჯახისთვის, თუ ფინანსურად, თუ ჯანმრთელობის კუთხით და უამრავ ადამიანს გამოსდი კითხე, რომელსაც გააბედნიერებ და მადლიერი ადამიანები დაგრჩებიან სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ მე გამოვცადე უკვე ეს კომპანია და მყავს ძალიან ბევრი ადამიანი, ეხლა ძალიან ბევრი ადამიანთან მუშაობ გუნდურად, სულ ახლა შემოვიდა ჩემს კომპანიაში მაია კუხიანიძე, დაიმახსოვრეთ ამ გოგოს სახელი, ის ნამდვილად იტყვის თავის სათქმელს. ეს გოგო იტალიაშია, ემიგრანტია, ივროშეს კომპანიის ხელმძღვანელია, ძალიან ბევრი ხალხი ყავს და აი როცა ამ კომპანიის შესახებ შეიტყო და დამიკავშირდა ყველაფერი ჩამოვიდა საქართველოში, დაუჯექი, აუხსენ იმ დღესვე ლია მე საერთოდ დღესვე გავაკეთოთ რეგისტრაცია და აი მართლა გავაკეთეთ რეგისტრაცია და დღეს ეს გოგო უკვე ბრინჯაო გახდა, ახალი შემოსულია მეგობრებო, ბრინჯაო გახდა და მის ხალხს გუნდურად ხვდები და აუცილებლად ეს გამოიტანს სიკეთე. აუცილებლად ვიცი რომ ეს გოგო ვერცხლიც გახდება, ოქროც გახდება და ბრილიანტიც გახდება. ნამდვილად ვიცი, აქ ვამბობ და დავიმახსოვროთ ამ გოგოს სახელი. ეს ამას მიაღწევს ნამდვილად. იმიტომ რომ მან უცებ დაინახა, იცი რა ლია, მე რა მომეწონა. დღეს უამრავ ადამიანს, ჩემ გოგუებსაც უამრავ ადამიანს აწუხებს სახსრები, აწუხებს რაღაც პრობლემები და ეს პროდუქტები მე ნამდვილად გამომადგებაო და თან დიდ ქსელს გავაკეთებ, ეს ჩანაფიქრია და ნამდვილად ვიცი რომ შეძლებს. აი ჩვენი დახმარებით, რა თქმა უნდა, და თავისი მონდომებით, ასეთი განწყობით. შეძლო მას მაგალითად ეფიქრა ესე რაიმე რა უხსნის ამას ხალხს, რამდენი უნდა ვისაუბრო. რა ვიცი დღეს მეგობრებო, იოლი არაფერი არ არის. ყველგან რთულია, ჩემი შვილი ამერიკაშია და ძალიან მარტივად ეგონა, მაგრამ დღეს ისე უჭირს მე რო უყურებ აქედან ჯერ ერთი შვილი ისე დაიბადა, არც უნახია მეორე შვილი. და ასე მესენჯერით მეშვება იმ სიტყვას, მაგრამ ის სად შენ შვილს რომ ჩაეხუტები და ის ენერგია მოდის და საშორიდან, ხო? ეხლა ძალიან ჯავრობს, მე უამრავჯერ დაუჯექი ჩემ შვილს და დაუშალე ეს, მაგრამ ნუ რა ვიცი, სად ის ვეღარ წავედი, კარგი მეთქი დამოცადოს და დღეს იმდენი უმუშავია წინა კვირაში, იმდენი უშრომია, ხო? დაუჩერებია მილიციას და უთქვამს, რომ კარგად ხარო? რატომ ეკითხებიო და უცებ რო გავხედაო სარკეში ჩემ თავსო, თვალები ასე ქონია ჩასისხლული. და მე რომ მეგობრებს ურეკავდიო, არ გამითიშო ტელეფონიო, რომ სახლამდე მოვიდო. წარმოიდგინე, ყველგან რთულია შრომა მეგობრებო და ეს კომპანია მართლა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ნელ-ნელა თავიდან $100, $200, $300 დღეს ჩვენთან არიან პენსიაში გასული ადამიანები, რომელიც $400, $500 და $700 არიან გასულები. მითხარით აბა, რომელიმე სახელმწიფო სამსახური პენსიაში გასულ ადამიანს თუ რამე აქვს შანსი რომ დასაქმდეს. ამიტომ ეს კომპანია მართლა რო არ დაგღალოთ, ყველასთვის არის მეგობრებო, ნებისმიერი ადამიანისთვის. შევისწავლოთ, დავამუღამოთ ის უნარები, რომ სწორად მივიტანოთ ადამიანთან, ჩვენი გულწრფელობით მივიტანოთ ინფორმაციები და აუცილებლად გვექნება შედეგი. უამრავი ოქრო ყავს უკვე მეგობრებო საქართველოში. ბოლოს ქალბატონი როზა ჭანტურია გახდა ოქრო, ძალიან გულწრფელი ადამიანი და ისე გამიხარდა ეს ადამიანი ოქრო რო გახდა. ჩემ გუნდში არ არის, მაგრამ რა მნიშვნელობა საქართველოს გუნდშია და კარგი ადამიანია, კარგი მოსაუბრი ადამიანია და გულწრფელი ადამიანია და სასწაულად გამიხარდა, რომ ოქროს სტატუსში, აი მასი ლეველები როცა ყველა შევისება, ამ ადამიანის ხელფასი იქნება მეგობრებო $800 თვეში და მითხარით ღირს თუ არა ასეთ საქმეში ჩადოთ ის ენერგია, რაც ასეთ შედეგს მოგცემთ მერე ბოლოში. მე მგონი ღირს. ეხლა კი პასუხები თქვენზე მიმინდვია, გელოდებით, თუ კი რაიმე შეკითხვები გაქვთ, რა თქვენ ყველას გყავთ მეგობრებო, თქვენი მომწვევები,
თქვენი მომწვევები, თქვენი სანდო ადამიანები, რომელსაც შეგიძლიათ მთელი ღამე გაათენოთ და ისაუბროთ, კიდევ კარგად ჩაუღრმავდეთ, მაგრამ მე მგონი ყველაფერი ახსენი, რომ მივხვდეთ, რომ რა არის ეს კომპანია. წარმატებებს გისურვებთ ყველას სიკეთე გამიხარდება და გისურვებთ, რომ მართლა სწორი გადაწყვეტილება მიგიღოთ და სწორი არჩევნის წინაშე დამდგარიყავით მეგობრებო. გეფერებით და გესიყვარულებით ქუთაისიდან. უღრმესი მადლობა ქალბატონო ლია ასეთი საინტერესო პრეზენტაციისთვის. მე პირადად ძალიან ვისიამოვნე. ახლა სტუმრებისთვის შევახსენებ და ვიტყვი, რომ თქვენ მიკროფონები გამორთული გაქვთ, თუ ვინმეს კითხვის დასმა გნებავთ, ორჯერ დააჭირეთ მიკროფონს და აუცილებლად ჩაგირთავთ მე მიკროფონს ჩემგან და შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის სასურველი კითხვა, რაზეც მიიღებთ სასურველ პასუხს. გთხოვთ. ზოგჯერ კითხვები სულ რაღაცნაირად ერიდებათ, არა და ყველა კითხვა საინტერესოა და ცალკე ჩემთან რო გადმოდიან იმდენ შეკითხვებს, აი ერთ-ერთი რო საუბრობ, უფრო თანვე კითხვას გისვამენ და თან კიდე საუბრობ და ასე სულერიდებათ ხოლმე, მაგრამ როცა გაიხსნებიან, მერე კი მიდის ფუძფური საუბარი და ასე რომ არ მოგერიდოთ მეგობრებო, სტუმრებო, თუ რაიმე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ აქაც დასვათ და მიიღოთ პასუხები, თორე და აუცილებლად დაუკავშირდით თქვენ მომწვევებს და მართლა გაიარეთ კიდე ჩაღრმავდით ამ საქმეში და ყველაფერი ძირფესვიანად გაიგეთ და დადებითი პასუხი იქნება თუ უარყოფითი პასუხი, აი ეს მერე უკვე თქვენი გადასაწყვეტია. თავარია გაეცანით კარგად და მერე თქვით, არ აჩქარდეთ, არც კითხვად, არც უარი. კიდე კარგად დაფიქრდით და აი მერე მიიღეთ გადაწყვეტილება. ქალბატონი შორენა გოგიძე, გთხოვთ. კი ბატონო. ქალბატონო შორენა დააწექით მიკროფონს ხელი და შეძლებთ კითხვის დასმას. ჩემგან ჩართულია. ისმის ახლა? კი. მოგესალმებით ყველას, გამარჯვებათ კიდევ ერთხელ. მე მაინტერესებს ვერცხლის შემთხვევაში რა ხდება. ეს ბრინჯაო გავიგე კი და ეს ვერცხლი რაღაც ვერ გავერკვი. აგიხსნი, კიდე აგიხსნი, ჩემო კარგო, ვახსენე ვერცხლი. მე თვითონ ვერცხლის სტატუსში და დიახ. ნახეთ. თქვენი პირადი მოწვეული 3 ადამიანი. თქვენი პირადი მოწვეული 3 ადამიანი, როცა მოიწვევს ორ-ორს მაგალითად. ორ-ორს როცა მოიწვევს, ბრინჯაო ხო ხდება ეს 3 ადამიანი. ესე იგი 3 ბრინჯაო რო ყავს ქსელში და თელ ჯგუფში იყრის 20 ადამიანი თავს. ამ შემთხვევაში უკვე ხარ ვერცხლი. და მეორე ვარიანტი, მე როგორათაც გავხდი, გეტყვია. მე გავხდი სხვანაირად. აი 10 პირადი მოწვეული მყავდა, 10 პირადი და თელ ჯგუფში იყო 20 ადამიანი. აი ასეთ შემთხვევაშიც ხარ ვერცხლი. ორივე შემთხვევაში ხარ ვერცხლი. ვერცხლის შემთხვევაში ბონუსები დარიცხვები 4-ვე დონიდან ამოგდის და მეტი შემოსავლები გაქვს და ხელფასი გაქვს $4000, როცა თქვენი ლეველი ყველა შესაძლებელი ეტაპები. მანამდე $1-იც რო კონდეს, $5-იც რო კონდეს, ყველა დაგერიცხებათ მეგობარ. ყველა დაგერიცხებათ და საბოლოო ჯამში თქვენი ხელფასი მიაღწევს $4000. ეს არ არის რთული გასაკეთებელი მეგობრებო, მართლა არ არის რთული გასაკეთებელი, მართლა ყველა შეგვიძლია თუ მოვინდომებთ და თუ კი დავიწყებთ აღა ვაიმე იმას რა გავაკეთებ, ვაიმე იმას ვერ ვეთქვი, ამას ვერ ვეთქვი, მაშინ რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვა და კი ვიბუქსავებ ერთ ადგილზე. გასაგებია, მადლობა. გაიხარე გენეც. მადლობა. ქალბატონი მანამდე შეგიძლია. დიახ. გისმენთ. საღამო მშვიდობისა, ჩემო საყვარელო ხალხო. საღამო მშვიდობის. გილოცავლია დღეს რაღაც სულ კაი ხარ, მაგრამ დღეს ასწაული ხარ. მართლა. გაიხარე. მალე გდახობ გამოდივარ ქუთაისში.
ეხლა მაქვს ერთი შეკითხვა. დიახ. როგორც იქნა მივიღე პროდუქტები და დავიწყე 10-ში დალევა. მიღება, მაგრამ არ დამიწყე არც წითელი და არც მწვანესი. და თითქოს ვიცი, რომ მწვანე უფრო კაია დილის საათებში, ვიდრე წითელი სულ ერთიაო და არა. მეცად გეტყვი ახლა უცებ არ დაგავიწყდეთ ეგ. წითლები უნდა მიიღო დილით. ეს არის სისწარღვების და კაპილარების დღის პირველ ნახევარში ჯობია, რადგან ქალბატონანი ნახეთ ის აქვს შარდენი მოქმედება აქვს და ეს რო ღამით მიიღო, არ მოგასვენებთ მთელი ღამე. ამიტომ ჯობია დღის პირველ ნახევარში მივიღოთ წითლები და მწვანე დღეც შეგიძლია მაგალითად და უმჯობესია როგორც მე ამოვიკითხე და გავეცანი ამას და მოусმინე სხვადასხვა სპიკერებს უმჯობესია მიიღოთ ღამით, როცა ორგანიზმი მოსწონებული მდგომარეობაშია, ეს მუშაობს ისე რომ ვერ გაიგებ ვერაფერს ასე ვთქვათ. ღამით დაწოლის წინ? დაწოლის წინ, კი ბატონო. ეს არის დიდი მადლობა. დეტოქსი კვების შემდეგ, აი როცა დასაძინებლად მივდივართ, აი მაშინ ვიწყებ ახლა მაგენის მიღებას. რომ ძალიან ბევრი წამალი. ვიცი რომ სასწაული შედეგი გექნება. ძალიან ბევრი წამალი მაქვს ჩემი სხვა ჩემ დაავადებების და ძალიან გადავითვირთე და რა ვიცი, ნახოთ რა იქნება. კი, ეს მწვანე სხვათა შორის ქალბატონო ეს მწვანე აკეთებს კი ვიცით ახლა ჩვენ მთელი ნაწლავების გამოსუფთავებას და თუ რამე სხვა წამლებისგან დანალექია ორგანიზმში ყველას გამოიტანს გარე. დეტოქსები, ვიცი. ეს სასწაული პროდუქტია. ქალბატონის საღებას თავიდანებე კიდე გთხოვს, აღალყოთ? გაიხარეთ. ჩვეულებრივი ნანი ვარ. გაიხარეთ. მშვიდობიანი საღამო ყველას დიდი მადლობა. მადლობა პირიქით. ახლა სანამ ჩვენი ძვირფასი სტუმრების შემდგომ კითხვას დასვავენ, აღფრთოვანებული ვარ ქალბატონო ლია და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ასეთი შესანიშნავი პრეზენტაციის წაყვანისთვის, ჩატარებისთვის. არ ვიცი, გაოცებული ვარ, აი მთელი გულით გადმოეცით, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ და რა თქმა უნდა ჩვენ სტუმრებმა ჩვენთან ერთად მიიღეს ეს საოცარი შედეგი და რა თქმა უნდა ისინი ალბათ არც ერთი არ დარჩება ისე რომ არ დარეგისტრდეს. ისეთი პრეზენტაცია წარადგინეთ. უღრმესი მადლობა გისურვებთ. მალე გიხილოთ ოქროს, პლატინის და ბრილიანტის სტატუსში. გაიხარეთ ციცი, იგივეს გისურვებთ თქვენ ყველა გუნდელს. მე ხო იცით რომ ძალიან მიყვარს საქართველოს გუნდი. მადლობა ძვირფასო, გაიხარეთ. შემოკარგო, აი ნამდვილად ისეთ სიხარულს და ემოციას გადამოსცემ, რომ არ არსებობს ადამიანმა არ მოგისმინოს და კიდევ აი მადლობა პირადად შენ ჩემგან, რომ ამხელა ნაბიჯი შემართება გადადგი და ეს გამოცდა ჩვენი პროდუქტების კიდე 1000 მაგათ მეტად აიწია სტატუსი საქართველოში. მალადეთ შენ, კარგი გოგო ხარ. ვიცით რომ ეს პროდუქტები არის ძლიერი, მაგრამ შეძლების დაგვარად მაინც გააკეთე და გადადგე ეს ნაბიჯი, რომ ექსპერტიზაზე გაატარე ეს პროდუქტები. აი დიდი ჯილდო გეკუთვნის, აი ჩემგან ბრილიანტი ხარ უკვე. გეხუტუნდა. ეს უნდა გაკეთებულიყო ნამდვილად. ნამდვილად ლია საყვარელო შემიძლია რომ მადლიერება არ გამოთქვა შენს მიმართ და ის სიყვარული რაც კომპანიის მიმართ გაგაჩნია აი არ ვიცი ეს მოდის შენიდან და ამას ყველა გძნობთ და მადლობა შენ ამისთვის მიყვარხარ ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. მადლობა ნინო მეც იგივეს გისურვებ. ნამდვილად აი შეიძლება აი რომ აი ვერ გავაცნობ ხალხს, მაგრამ აი ეს პროდუქტები როგორ არ უნდა მივიტანოთ ოჯახებში, როცა ამდენი დაავადება არსებობს ამ წუთის სოფელში, როგორ არ შეიძლება დაეხმარო ამ პროდუქტებით და არ გავაცნოთ ეს პროდუქტები, რომ ბავშვიც კი ყველა უკვე ვირუსი ისია
ყოველ მეორე კვირაში ეს ბავშვების ავადმყოფოების სავსეა გადაჭედილია. აუცილებელია თითოეულ ოჯახში რომ იყოს ეს პროდუქტები, რომ დაიცვან ვირუსებისაგან თავი. მარტო ვირუსები და ისე ქრონიკული დაავადებები ხო საერთოდ როგორი პროდუქტები, ცოცხალი, რომ სიცოცხლის ელექსირს ვარქმე მე ამ პროდუქტებს, რასაც ქვია. უკაცრავად, ქალბატონი ნანა სიმონიას აქვს შეკითხვა. დააჭირეთ კიდევ ერთხელ. დიახ. მოგესალმებით ყველა საღამო მშვიდობისა. საღამოს. ძალიან ვისიამოვნე. ყველაფერი გავიგე, რა თქმა უნდა, ვეცნობით თანდათან. ერთი შეკითხვა მაქვს. ეხლა როცა პროდუქტების გამოწერაში შევდივარ, მე იტალიაში ვარ და მიჩვენებს, რომ ეს CBD ზეთი და კიდე ერთი პროდუქტი, ეხლა ზუსტად ვერ გიხსენებ რომელიღაცა, მიუწვდომელია იტალიაშიო. ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ და როგორ გამოვიწეროთ ეს პროდუქტი, რომ ჩვენამდე მოაღწიოს. ნახეთ, ჩემო კარგო, გიპასუხებთ. ესე გვიწერს ჩვენ საქართველოში, რომ მიუწვდომელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ მივაკითხეთ კერძო პოსტებს და კერძო პოსტის საშუალებით უკვე საქართველოში ვღებულობთ ამ პროდუქტს. თქვენ შეგიძლიათ საქართველოში გამოწეროთ, ან საქართველოში ვინმეს გამოვაწერიოთ და შემდეგ გამოგიგზავნით. ასეთი საშუალებით შეძლებთ ამ პროდუქტების მიღებას იტალიაში. გასაგებია, ესე იგი აქ ვეღარ გამოვწერთ. ამ პროდუქტს ვერა, ეს ორი პროდუქტი, ესეც CBD არის და ეს ამ ორ პროდუქტზე გვიწერს მაგას ქალბატონო ნანა. აი ზუსტად ამ ორ პროდუქტზე მიწერს, კი, გეთანხმები. იმდენად ნახეთ, იმდენად სასარგებლო პროდუქტებია. იმდენ დაავადებაზე მუშაობს. უამრავ ინფორმაციებს მოусმინე ამის შესახებ. და რატომღაც ყველა ქვეყანა თავისას უშვებს და არ უნდათ სხვისი შემოიტანა. ჩვენი არის უძლიერესი მეგობრებო, მე ერთხელ კიდევ დავწმოდი, როგორ მიშლიდან ხელს, რომ აი ეს CBD მე ვერ შემომეტანა საქართველოში, მე ჩამი ყველა გზა გადამიღობეს, რომ არ გადამედგა ნაბიჯი. თურმე გადადგი ნაბიჯი უკეთესია, მაგრამ მაშინებდნენ ყველაში არისო ჰიდროკანაბინოილიო, ნუ დაჭერით, არავინ არ დაგიჭერსო მერეო, მაგრამო ფულსო დახარჯავდა და აი ვაიმე რად მიღირდა, რომ მე გადავდგი ეს ნაბიჯი და დამტკიცდა, რომ ეს არ იყო ისა რაღაცა ქვია ნარკოტიკული საშუალება და ეს არის სუფთა ორგანული რაცაწერია მეგობრებო, ნატურალური კანაფის თესლის ზეთი, რომელიც არის სამედიცინო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხალხისთვის. წარმოიდგინე ასეთ პროდუქტებს არ აძლევს ქვეყნები უფლებას. და რადგან საქართველოში უკვე ეს ლენტა გავჭერით, შეგიძლიათ საქართველოში გამოწეროთ და მე გამოვიგზავნოთ. უღრმესი მადლობა. გაიხარ. ქალბატონი მაია აპრიდონიძე ითხოვს კითხვას. გთხოვთ კიდევ ერთხელ დააჭირეთ მიკროფონს. კითხვას იმ ქალზე მინდოდა მეპასუხა, მე მქონდა CBD-სეთი გამოწერილი საბერძნეთში ვარ, ჩავიდა საქართველოში და საქართველოდან ჩვეულებრივად გადმომიგზანენ და მოვიდა ჩემამდე. კიგენაც. არანაირი პრობლემა საქართველოდან შეამოწმეს კიდევაც პასილკაში, არანაირი პრობლემა საქართველოდან მოვიდა პირდაპირ. კი. ერთადერთი გამოწერის დროს მაინც არ ქნათ ისე რომ $100 იყოს პროდუქცია მეგობრებო. $100 მეტი როცა არის ხო მე 1000-ნაირად იმაშვებიან და ჯობია $100 პროდუქტები გამოწეროთ და საერთოდ მართლა ისე არც ჩახედავენ და არც შეამოწმებენ რა არის შეგიძლიათ ხო და $100-ზე მეტი როცა არის მე სხვანაირად ამოწმებენ. იმიტომ რომ ზუსტად თუ არ დაამტკიცეს რომ მართლა საკვები დანამატია, შეიძლება იგი გაბაჟებაზე წავიდეს და ამიტომ ის რაღაცა ქვია, ჯობია $100 პროდუქტი გამოწეროთ, თითო გამოწერაზე იცოდეთ. შორენა გოგიძე. ქალბატონო შორენა, კითხვა გაქვთ? დიახ, ისმის ხმა. კი. რა მაინტერესებდა ამ პროდუქტებთან დაკავშირებით? დედას აქვს შაქრის დიაბეტი. და მაინტერესებს საიდან უნდა
დავიწყოთ თქვათ ჯერ ორგანიზმის გაწმენდით თუ პირდაპირ ამ CBD ზეთიდან დავიწყოთ. ახლა გიპასუხებთ ჩემო კარგო. ნახე. შაქრის შემთხვევაში D ვიტამინი და მაგნის მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს სულ ჭირდებათ, ესენი აუცილებელია ვიცოდეთ. სის ძარღვების გამწმენდი, ეს ჩემო კარგო. სის ძარღვების და კაპილარების, იმიტომ რომ მაგ დროსაც კაპილარები ძალიან დაბინძურებულია და უჭირთ. ეს პროდუქტი, ეს ანთებების პროდუქტი აუცილებლად ერთხელ დღეში დაახლოებით 3-4 საათი, აი შუა დღით რომ იკვებება, ხო? აი შემდეგ აი ერთი კაფსულა მიიღოს ეს ანთებების პროდუქტი. და მასთან ერთად კანაფის ზეთი ეს შეუცვლელია. აი ეს პროდუქტები შაქრის შემთხვევაში და შემდეგ დაამატებს მწვანეს, ჯერ ესენი დაიწყოთ მაგალითად. ცოტა სასწაულ შედეგს მიიღებს, აი საოცარ შედეგს მიიღებს დარწმუნებული. ესე იგი D ვიტამინი, ანთებების პროდუქტი, კანაფის ზეთი, წითელი და კიდე მეხუთე იყო რაღაც ვიტამინი მე მგონი. მაგნი. ხო. სახსრებთან დაკავშირებით მაინტერესებს კიდევ. აი მე მაქვს მაგის პრობლემა. კი ჩემო კარგო, ვის არ აქვს დღეს სახსრების პრობლემა? აი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს უკვე სახსრების პრობლემა, ჩემო კარგო. უამრავი ადამიანი მიკავშირდება და აი ერთხელ კიდე მინდა დღეს როცა მიდიხარ მაგალითად ექიმთან, ხო? ძალიან შინაური ექიმთან ვართ ნასაუბრები და აი კაცი გაოცდა, როცა ჩვენი პროდუქტები აუხსენით. თვითონ საზღვარგარეთ აქვს გავლილი ეს ყველაფერი და აი ძალიან კარგად შემოვიდა კონტაქტში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ნახე, ექიმებს. ჩვენ უნდა დავწეროთ რეცეპტი. რეცეპტში უნდა დავწეროთ, რომ აი ანთებების ნევსი უნდა გაიკეთოს მაგალითად. კი ბატონო, ექიმურად რაც შეუძლიათ ნიშნავენ, მაგრამ თვითონ თქვა ამ ადამიანმა, რომ ეს არის დროებითიო და რასაც თქვენ მეუბნებითო, აი რაც აკლია ორგანიზმს იმ ძლებს, პირდაპირ ძლების საიდან შრება. საიდან ხდება, რომ უამრავი ბარძაყის მოტეხილობები ხდება, გონიათ რომ დაეცა, კი არ დაეცა, ჯერ ფეხი ტყდება და მერე ეცემიან, მაგალითად. ეს ყველაფერი აი გამოშრობით ხდება, მეგობრებო, როცა გამოშ 100 აგვიხსნა ამ ექიმმა. გამოიფიტა ორგანიზმი, გამოიფიტა ის ძვალი, ვერ მიიღო ის კოლაგენი, ასაკთან ერთად ხო ვერ ითვისებს და მიტო ჭირდება ეს დამატებით და ამის ცოდნა ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ როგორ წავეშველებით ჩვენ ორგანიზმს. ეს მაგნი, D, სახსრების შემთხვევაშიც, ეს ანთებების პროდუქტი, კანაფის ზეთი და კოლაგენი სასწაულ შედეგს მოგცემთ. და აი ძლიერი ტკივილის შემთხვევაში დაიზილავთ CBD-ის ზეთის კრემით. ეს შეგიძლიათ შეიზილოთ, მეგობრებო, და მე შალის ნაჭერი დაიფაროთ. სასწაულ შედეგს მოგცემთ, თუ ძლიერი ტკივილები გაქვთ, ან მუხლის, მაგალითად, დინთეძოს, არ ვიცი, სადაც გაქვთ ახლა სახსარი ძალიან მტკივნეული მასში, სადაც არის, შეგიძლიათ შეიზილოთ და თბილად მერე ჩათბება, ეს ისედაც გახურდება, ჩათბება და საოცარ შედეგს მოგცემთ. აი საოცარ შედეგს. გარეგნულად ამითინ შიგნიდან ეს პროდუქტების მიღება და ნუ მართლა დაგეხმარებათ, ნამდვილად დაგეხმარებათ. და ძალიან კარგია ფიზიკური აქტივობების სახსარს ძალიან უხდება. ოღონდ დოზირებულად, ასაკის შესაბამისად. მე იოგას ვარჯიშებს და პირადში თუ რაღაცა ყველას ჩაგიგდებთ, მე იმას ყოველდღიას წავივარჯიშებ, რომ მთელი ორგანიზმი მქონდეს ტონუსში. მე მივდივარ სამსახურში, დილად ადრე ვდგები, რომ მაგ გავაკეთო. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს გამამხნევებელი დილის ეს გაწელვები და ის გააკეთოს. მადლობა, დიდი მადლობა.
ქალბატონი მანანა. საღამშვიდობის მაპატიეთ ერთი წუთით მაპატიეთ არ შემიძლია ლია ვითფინე გისმენ არ მინდა რომ დაასრულო საუბარი ჩემო ძვირფასო არა ჩავლე როგორც ყოველთვის კარგი ხარ ყოველთვის მაგრამ დღეს იყავი განსაკუთრებული არ მინდა რომ ლაპარაკი დაასრულოს მთელი გულით გეუბნები ჩემო ძვირფასო ალბათ ჩვენთან ერთად ჩვენმა სტუმრებმაც ის სიამოვნეს მადლობა და მადლობა სუპერ ადამიანი ხარ გაიხარე, ნანი ძალიან მიხარია თუ კი მასე ჩვენმა სტუმრებმა. რა ვიცი, ყველაფერი ვქენი რომ დაინახა, ძალიან ბევრმა მომწერა, ვერ გავიგე რომ რანაირად ხდება აქ ფულის გამომუშავება. მე თქვი ყველაფერს ხსნით და რანაირად შეიძლება ავხსნა, ისე რომ გავაგები. მეტნაირად არ შეიძლება ხა ასე პრეზენტაციით და შინაურულად კიდე ცალკე ხმოვნებით და მესიჯებით თუ კი ვინმეს დაჭირდება, ჩემი მოხმარება რასია ლაპარაკი. ყველას მოგეხმარება. მოგესალმებით მეგობრებო დიდი ხანია არ შემოსვლა არ დავსწრები ვარ პრეზენტაციებს და მოკლედ მართლა ძალიან ასიამოვნები ვარ ლია თქვენი პრეზენტაციით ძალიან ერთადერთი მინდა რომ გავამახვილო ყურადღება ამ წუთში პროდუქციაზე დიახ ირკუტის პროდუქციაზე, რითაც მართლა ძალიან ბევრმა იცის, რომ დამიბრუნდა სიცოცხლე, ასე რომ ვთქვათ და უნარი, რომ გავაგრძელო ცხოვრება ჯერჯერობით. ეხლა ამ ბოლო დროს მქონდა მხოლოდ მაგნიუმი. უზომოდ შეყვარებული ვარ მაგნიუმზე. აი არ ვიცი რა ვთქვა. სასწაულია რა აი მარტო თუნდაც აი ეს ერთი პროდუქტი მაგნიუმი ისევ დამეწყო სახსრების ტკივილი იმიტომ რომ მე ძალიან ცუდად ვიყავი და რაც გააკეთა ჩემთან ამ პროდუქციამ ასე მცირე დროში ეს არის მართლა სასწაული და იმის შემდეგ უკვე ჩემს ახლობლებს გამოუწერე და ჩემ აღარ დარჩა ადგილი, იმიტომ რომ იმათ ჩემზე მეტად უჭირდათ უკვე და ყველა ძალიან კმაყოფილია. მაგრამ ეხლა ამ ბოლო დროს მხოლოდ მაგნიუმი მქონდა შემორჩენილი და რომ მჭირდებოდა უკვე რომ დამეწყო სახსრების ტკივილი, თან უძილობა ეგრევე დავიწყე მაგნიუმი და სადღაც ერთ კვირაში უკვე მეშვება ვიგრძენი და უზომოდ ვარ შეყვარებული. ასე რომ ყველამ უნდა მიიღოს ეს პროდუქტი, იმიტომ რომ ჩვენ საკვებიდან ვერ ვღებულობთ საჭირო რაოდენობის საშენ მასალას, ასე რომ ვთქვათ და ამიტომ ყველასთვის ეს უკვე ყველამ იცის და ყველამ ვიცით უკვე კარგად ყველამ რაღაცები ვისწავლეთ, გავცნობიერდით და ერთადერთი ეს არის რომ უნდა მივიღოთ. ასე რომ მადლობა ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ლივგუდის შექმნაში ამ საოცარი პროდუქციის შექმნაში და ჩვენამდე ვინაც მოიტანა ბატონმა ნანამ მადლობა ყველას ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ყველას ძველებსაც და ახლებსაც მოწვეულებს ორიოდე სიტყვას ვიტყოდი ლიაკო არ შემიძლია მეც არ გამოვხატო აი არ ვიცი გისმენდი თავიდან ბოლომდე და არ მინდოდა დამთავრება პრეზენტაციის აი არ ვიცი მოკლედ როგორც წინ მიიწევს ლიბუდი ისეთნაირად უფრო მეტად უმჯობესდება პრეზენტაციები და ძალიან დიდი მადლობა ამხელა თვლილი რომ ჩადე თუნდაც იმისთვის რომ ჩვენ უშიშრად სიბის გამოუწევთ ჩვენს კლიენტურას თუნდაც ჩვენ ოჯახების წევრებს მივაწვდით ეს აგმირო საქმე ჩაიდინე ნამდვილად მიამაყები და მიყვარხარ შენ იცი ჩემი დამოკიდებულება შენდანი შენ ხარ ძალიან ერთგული გოგო უნდა არ ვიცი ნინო გონგლაძე უნდა ამაყობდეს ამით რომ ესეთი ხარ და ჩვენ გვიხარია რომ ნამდვილად ყავხარ გუნდში ესეთი საიმედო ადამიანი და კარგი პრეზენტატორი ყველას წარმატებებს გისურვებთ ნამდვილად ვფიქრობ რომ ვისაც უქარი ხარ ჩემთვის
ქალბატონი ირმა. მოგესალმებით პირველ რიგში ისმის ჩემი ხმა? დიახ, ისმის. ქალბატონო ლია, პირველ რიგში თქვენ გიხდით დიდ მადლობას ძალიან, რაც ჩვენი გულისთვის გააკეთეთ, ძალიან საოცარი რამ გააკეთეთ და მართლა გვიამაყებით სულ ყველას. უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის თქვენ. და პროდუქტებს კიდევ რაც შეეხება, მოვიხმარე მაგნიუმი, მოვიხმარე ყავაც. უაღრესად კმაყოფილი ვარ და უაღრესად კარგი შედეგი დადო. მომიწესრიგდა ძილის პრობლემაც, წონაც რა თქმა უნდა ძალიან შედეგიანი მომცა და ძალიან ბედნიერი ვარ, რასაც ვქვია. უღრმესი მადლობა თქვენ და უღრმესი მადლობა მთელ ადმინისტრაციას. გაიხარეთ ირმა, მადლობა. ნახვამდის უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. გამარჯობათ პირველ რიგში. გამარჯობა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ დაგიშავეთ რამე. ხო არ დამშავებია რა არაფერი. შემოვიდა ხელს ვიწევ, გიჟივით რა, ვაწევი და ვაწევი. ჩამთეთ იქნება არის თქმა მინდა რა. თუ რაღაცა ისე მოიქცევი რომ გასცეში ვარ, გამჩვენე ბაზარი არის, მაგრამ ისე ხო არ იქცევია რა. არ შეგუნებელი ადამიანი ვარ და არც არანაირად არაფერი რა. მოკლედ. ბატონო ოჩა, როდესაც დავინახეთ თქვენი აწეული ხელი, იმ წამს ჩაგერთეთ ახლა და საუბრობთ, ასე ვთქვათ, ამ წუთას. როდესაც დავინახე, როდესაც გამოჩნდა ჩემთან, ასე ვთქვათ, ჩაგერთეთ. არანაირი პრობლემა არ. კი, მაგრამ რავი, სულ აწეული ვქნა ხელი, როგორც კი შემოვიდი, ეგრევე წევდი რა. არ და ძალიან მივყრა ხარ, ძალიან მაგრა პატვის აქცეთ. მაგრამ ეს რაღაცნაირად ჩემთვის არის, აი, როგორ გითხრათ, დიდი ბოდიში, მაგრამ გამაღიზიანებელი ვით არის რა, რაღაცნაირად. რომ მინდა რომ რაღაც კითხვა დავსვა, რაღაცა ვისაუბრო, არავის ხელს არ უშლი, არავის არაფერი, ხო? გისმენთ უჩა, გისმენთ, აბა ისე თქმა გინდოდა. ერთადერთი მამაკაცი ვარ მე მგონი რა, კაცს ვერ ავხედავ ახლა, რა ვიცი, მარტო მივარ, კაცი უცრესობაში ვარ ფაქტობრივად. ხო, ანუ ის კი, გისმენთ. ხო, ძალიან კარგი. ანუ ის მაინტერესებდა, რომ ეს ახალი ის ბენგლისკი რო თქვა რა, სიახლესთან დაკავშირებით. რომ უნდა ჩაეშვას, აქვე იმას. ვირუსული რეკლამა რა, ეგ როდიდან იშვება? იანვრიდან იშვება, ხო? თუ ეხლა უკვე ჩაეშვა. იანვრიდან ბატონო უჩა. იანვრიდან. ბატონო არა რა, გეხვეწებით, ბატონო არა. მე ვარ ბავშვი, საერთოდ უბრალო ადამიანი ვარ და ჩვენც უბრალო ადამიანები ვართ, ჩვენც და უბრალო. ვართ აი გულწრფელად გეუბნებით, რომ ისე არც ერთ ვარ გამიგოთ რა. მე ყველა ადამიანი მიყვარს, ყველა ადამიანს. რა ვიცი, ჩემი დევიზი ცხოვრებისა ეგ არის, რომ ჩაეხუტე და გიყურეთ ერთმანეთი. ქართველებს მით უმეტეს. ერთ მუჭახ ქართველები ვართ რა, თუ ჩვენ ვერ გავუგეთ და ისე კიდე რაღაც მაინტერესებდა კიდე. ანუ ჩამონასხი ადამიანებს მაინტერესებდა რა. ხო, ჩვენ ხო ვართ საქართველოს გუნდი, ესე რო ვთქვათ, ხო? ვინებიც ვართ რა და ანუ ის ჩამონასხი ადამიანი მარტო საქართველოსდან ხდება თუ შეიძლება სხვა საზღვარგარეთიდანაც მოხდეს ჩვენთან საქართველოს გუნდში ჩამონასხი რა ადამიანი. სოფლიო მასშტაბით უჩა, ნახე, სოფლიო მასშტაბით მოხდება. დაიწყება სტატუსიანებიდან, აი ვერცხლი და ზევით ყოფი ადამიანები პირველ რიგში დაიწყება სტატუსიანი ადამიანებიდან და მე ყველა ვიგრძნობთ ამას. აი ჩვენც იანვრიდან დაიწყება პრაქტიკულად, როცა დავინახავთ რაც მოხდება, მე უფრო კარგად გეცოდინება. უამრავი გეგმები აქვს კიდე, რომელიც ძალიან სწრაფად ნახავთ ჩვენ ამას და ვიგრძნობთ რა და კი. იმას როდეიმე სხვა პროდუქტები რო შემოვიდეს რა. ხო შემოვაუჭველი სხვა პროდუქტები, აი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი რაღაცა და იმათაც მოუყვებიან თავად კლიენტები მე რა.
ანუ ძალიან მაგარ კომპანიაში ვართ მართლა რა. მე აქ ვარ, გაზაფხულიდან აქ ვარ, ამ კომპანიაში ვარ რა და სულ ვადევი თვალყურს. თან მე ისეთი როგორ გითხრათ, ტვინი მაქვს რა ისეთი რომ უცებ ხარშავ ყველაფერს რა, აღვიქო სწორედ ყველაფერს ვაფშე. რა ხდება, ერთი ახსნელი და გებულო რა, ანუ ეგის ბოდიში აპარტამენტი არა ვარ, არც ამაყი არა ვარ, ეგრე არ გაიგოთ. მაგრამ ეგრე გავიგი რა და ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ კომპანიის რა. მე რაც შემიძლია ყველაფერი გავაკეთე უკვე, მაგრამ კიდე უნდა გავაკეთო რა, ეგრეა. მოკლედ შრომა ფასდება ძალიან მაგრად. დიდი ბოდიში კიდევ ერთხელ, დიდი ბოდის მოგიხდით სულ ყველას. მაგრამ წავედი დავიძინე რა. დაიხარეთ, მიყვარხართ კიდევ ერთხელ და არ ვიცი რა, მე ამაყებით მართლა ქართველები. მადლობა ბატონო. გადავათვალიერე და ჩანს აღარ არის კითხვები თუ ვინმეს. ქალბატონი მაია. საღამომშვიდობის, მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში ქალბატონ ლიას ძალიან დიდი მადლობა. საოცარი პრეზენტაცია იყო, არ ვიცი, დავტკბი. აი ყველაფერი რომ გასაგები იყო და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა აქვე საჯაროდ რომ ასე გამაცანი ეს კომპანია და შემაყვარე, ეგრევე შემაყვარე და სწორად აღნიშნე, მინდა გითხრა რომ ჩემი მიზანი არის ზუსტად წავიდე შემდეგ საფეხურებზე, ბოლო საფეხურზე და ჩემი მიზანი არა მარტო ეს მე რომ წავიდე, არამედ ჩემი მთელი გუნდი ვინც მყავს ივროშეს კომპანიაში თითქმის 200 ქალბატონი იქნება. ვართ ყველა ემიგრანტები და პირველ რიგში რაზეც ვიფიქრი არის ეს ჯანმრთელობაზე და უკვე რა თქმა უნდა შემდეგ შემოსავალზე. ამიტომ ვინც ახლები ხართ აქ და ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ რომ შემოგვიერთდეთ, ბევრს ნუიფიქრებთ, დრო არ დაკარგოთ, დრო ძალიან ძვირფასია და დრო ფულია. ამიტომ წარმატებებს გისურვებთ ყველას და მალე შემოგვიერთდით. ქალბატონო ლია, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის და მადლობა ყველას. გაიხარე ჩემო გოგო, მაგარი ადამიანი ხარ, მე წეხან აღნიშნე, ჩემი სულ ახალი გოგო ხარ, ჩემი ძალიან კარგი ხედვა გაქვს, გონიერი ადამიანი ხარ, იცი საქმე რანაირად შეიძლება აწყო და აი მე შენს გვერდში ვარ, ეს კი იცი შენ ისედაც ყოველნაირად და აი მართლა მე ამაყები რომ და მიხარია რომ ჩემ გუნდში ხარ. მადლობა. დიდი მადლობა. ურთიერთობისთვის, რაც ჩემი და ჩემი მეგობრის სიყვარული კიდე გააღვიძე. ჩემი მეგობრის შვილია. ჩემო კლუბის წევრობა რომ იცოდეთ მაიკო კუხიანიძე. ჩემი სკოლის შვილი. გაიხარე ჩემო. ქალბატონი ლალი რატიანი, ხო. ბატონო ლალი, დააჭირეთ კიდევ ერთხელ მიკროფონს და ჩემგან ჩართულია. ეთქობა მოუხდა თითი. შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლია, მართლაც საუკეთესო პრეზენტაცია იყო, მართლაც ძალიან სიამოვნე. და დარწმუნებული ვარ 100% რომ სტუმრებმაც ისიამოვნეს. ამ ეტაპისთვის ვეღარ ხედავ რომ არის კითხვები, ალბათ უკვე დროა დავემშვიდობოთ ერთმანეთს, სტუმრებს, უსურვოთ წარმატება, გისურვოთ თქვენს წარმატებას და დაგემშვიდობებით ტკბილი ძილი და ლამაზი სიზრები მინდა გისურვოთ. ვაიმე, იმას დავაჭირე პირიქით გამორთვას და ფოდიშით. მადლობა მინდოდა მარტო მეთქვა და ძალიან ვისიამოვნე მეც. და რა ვიცი, იქნება ეს ჩანაწერი რომ სხვისთვისაც რომ მინდა დაინტერესებულისთვის რომ იქნება ჩატში. დიდი მადლობა.
წარმატებები გაიხარეთ. ძალიან სასიამოვნო იყო. გაიხარეთ მეგობრებო, აპა დაგემშვიდობებით, წარმატებები მთლიან საქართველოს გუნდს, სტუმრებს მადლობა რომ შემოგძანდით და თქვენს გვერდივად გაგვიხარდება თუ კი მალე შემოგვიერთდებით, მალე კიდე ავეწყობით და წავიწევთ წინ და ასე რომ მშვიდობიანი ღამე და მშვიდობიანი დილა მისურვებია მეგობრებო.